საბჭოთა კავშირის საბაჟოს ოფიცრები ნუკოვოს აეროპორტში საქმიანობდნენ მშვიდად და რუტინულად როგორც ყოველთვის, მაგრამ 1974 წლის დეკემბრის მორიგმა სარეიდომ ყველაფერი შეცვალა. 3 საათის განმავლობაში ერთ-ერთ უკიდურეს დამხმარე ოთახში პატარა ნაცრისფერი ჩემოდანი იდო, რომელსაც დალუქული სისხლისფერი ლენტი ეხვია. ის არჩილ გომიაშვილის იყო, მსახიობისა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე მოსკოვის დომმა კინოში განახორციელა საკუთარი უდიდესი წარმატება. ამ ჩემოდანში იყო ის, რისთვისაც ქართველი გენიოსი 50 დღის განმავლობაში საკვირაო კონცერტებში მუშაობდა, ის, რისი გამოც კბილები იკრეჭებოდა ღამის 8 საათამდე, 3000 ამერიკული დოლარი, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი ოჯახის მომავლის საფუძველი. მაგრამ ეს ფული აღარასდროს ჩავიდა თბილისში და ის მარტო არ იყო, ამ ოფიცრებმა სხვა რაღაც მოიპარეს. ვინ გააფრთხილა საბაჟოს სწორედ იმ ფრენაზე? რატომ იპარა სისტემამ კაცი, რომელმაც მთელ კავშირს სიხარული მიაწოდა? რა იყო ამ დაკავების ნამდვილი მიზეზი? რეალურად, ნუკოვოს საბაჟო კონტროლი არასოდეს იყო უბრალო ფორმალობა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკური პოლიცია, ცნობილი როგორც ოფს, ჰქონდა თვალები ყველგან, გასტრომებში, სადაც საზღვარგარეთული სიგარეტები იყიდებოდა, სასტუმროების კერძო ნომრებში, სადაც ჯინსები იცვლებოდა, ბაზრობებზე, სადაც ოქროს ბეჭდები იძებნებოდა. მაგრამ ყველაზე საშიში იყო აეროპორტი, განსაკუთრებით თუ შენ ვარსკვლავი იყავი. 1970-იან წლებში, როდესაც ბრეჟნევის ეპოქის კორუფცია ყვავილობდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მთავარი სამუშაო იყო ფულის მოძებნა იქ, სადაც ის მდიდრულად ჩანდა. არჩილ გომიაშვილი კი მართლაც მდიდრულად გამოიყურებოდა, მისი სახელი მთელი კავშირის ბაზრებზე ირეოდა, მისი ოსტაპ ბენდერი აერთიანებდა თაობებს. ის ქართველი იყო, რომელმაც მოსკოვი დაიმორჩილა და ამიტომაც სისტემას სჭირდებოდა მის თავის დამახსოვრება. შენც რომ გახლდე, აქ ყველა თანაბარია, ყველა დაშინებული, ყველა დაქვემდებარებული. 3 დღეში გომიაშვილს უნდა დაბრუნებოდა თბილისში, ვაკეში, მშვენიერ ბინაში, სადაც ცოლი ლიანა ასათიანი და 2 მცირეწლოვანი ვაჟი ელოდნენ. ეს ბინა უნდა გახდეს მისი სიამაყე, იმპორტული ნივთებით, პერსიული ხალიჩებით, რომლებსაც დიპლომატიური მაღაზიები დანოცნებობდა. ის ოცნებობდა შავ ვოლგას გაზ-24-ს, სტატუსის სიმბოლოს, რომელიც ნიშნავდა შენ მიაღწიე. მოსკოვსა და ლენინგრადში ის იღებდა 10-დან 15,000 მანეთამდე თითო გასტროლზე, რაც უზარმაზარი თანხა იყო იმ ეპოქაში, როდესაც ექიმა თვეში 180 მანეთი იღებდა. გომიაშვილი ლეგენდა იყო, არა მარტო როგორც მსახიობი, არამედ როგორც მომღერალი, მისი ხმატკბილი და მელანქოლიური, მისი ქართული სიმღერები მოსკოვის საღამოებზე აფრინავდა ტკივილსა და ნოსტალგიას. ის გამოდიოდა დომ კინოს დარბაზში და ადამიანები ტიროდნენ, მისი თავაზიანობიდან, მისი სულის სისუფთავიდან, იმ ირონიიდან, რომელიც ოსტაპთან ერთად იშვა. მაგრამ ის არ იცოდა, რომ მისი წარმატება იყო მისი განაჩენი. მეგობრები იყვნენ ყველგან კულუარებში, რესტორნებში, ფარულ ოთახებში, სადაც დოლარები იცვლებოდა, სადაც შავი ბაზრის კოეფიციენტები გაზრდილად ირეოდა. გომიაშვილს სჭირდებოდა ეს დოლარები, რადგან მანეთები არაფერს ნიშნავდნენ, საბჭოთა ეკონომიკაში ყველაფერი დეფიციტური იყო, ყველაფერი იშოვებოდა კავშირებით. ამიტომ ვარსკვლავები თავიანთ შემოსავლებს აქცევდნენ მწვანე ფურცლებად, რომლებიც შეეძლოთ დამალავად ჩემოდნების ორმაგი ფსკერის ქვეშ, ტანსაცმლის შიგნით, წიგნების ფურცლებში. ის უნდა ყოფილიყო უსაფრთხო, რადგან მან ყველაფერი მეგობრების მეშვეობით გააკეთა, ახლობელი ადამიანები, რომლებმაც ვპირდებოდნენ დისკრეტულობას, რომლებიც თავად იყვნენ ამ სისტემის ნაწილი. მაგრამ ის არ იცოდა ერთი მარტივი რამ, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა მეგობარი, არსებობდა მხოლოდ ინტერესი. როდესაც ოფს უნდოდა ვინმეს დაჭერა, ერთი ზარი საკმარისი იყო. ვინ დარეკა ნუკოვოს საბაჟოზე გომიაშვილის ფრენის წინ? ვინ იცოდა მისი დოლარების შესახებ? როდესაც მსახიობი შევიდა საკონტროლო პუნქტზე, ყველაფერი ნორმალურად გამოიყურებოდა. მისი ჩემოდანი, თავდაპირველად, გაიარა პირველადი შემოწმება. გომიაშვილის უმტკავდა მშვიდად, მისი გული ნელაცემდა, ის იფიქრებდა ლიანაზე, რომელიც ფანჯარასთან დგებოდა, როდესაც ის შემოდიოდა ქუჩიდან, იფიქრებდა შვილებზე, რომლებიც მის კოჭლობისას ხდებოდნენ. მაგრამ უეცრად ერთ-ერთმა ოფიცერმა გააჩერა. არა სიტყვებით, არამედ ხელის მოძრაობით, 7 როგორც ცივი დანის შეხება. შემოდით ოთახში, ჩვენ გვინდა რამდენიმე რამის დაზუსტება. ეს იყო საბოლოო გაფრთხილება. დამხმარე ოთახი იყო პატარა, ნაცრისფერი, ბოლოდან მეორე კარებით, ადგილი, სადაც ხალხი კარგავდა ყველაფერს. იქ იყო 3 კაცი სარკმლის გარეშე ფორმაში და ერთი სამოქალაქო ტანსაცმელში. ამ უკანასკნელს ებჭკინებოდა ჟურნალი ხელში, გომიაშვილის დოსიე. რა იყო იქ ჩაწერილი? რა ინფორმაცია ქონდა ოფს მის შესახებ? ვისი ხელი იყო ამ ფურცლებზე?
დაიწყო დაკითხვა, არა როგორც დაკითხვა, არამედ როგორც თეატრალური წარმოდგენა, სადაც გამარჯვებული უკვე ცნობილი იყო. ვიცით, რომ გაქვთ დოლარები. ვიცით, საიდან მიიღეთ. ვიცით, ვისთან შეხვდით. გომიაშვილი ყინავდა, არა შიშით, არამედ გაურკვევლობით. რა იცოდნენ ისინი? ვინ გაასაჯაროა მისი ოპერაცია? როდესაც ჩემოდანი გაიხსნა, იქ იყო ყველაფერი, საჩუქრები ცოლისთვის, სურათები, პირადი ჩანაწერები და ფარულად ჩაფლული $300 კუპიურებისა. ისინი იპოვეს, ისინი ისე სწრაფად, თითქოს წინასწარ იცოდნენ ზუსტ ადგილს. ერთ-ერთმა ოფიცერმა აიღო ფული და დაწყო დათვლა, ნელა, ხმამაღლა, რითმულად, თითქოს სარიტუალო აქტი იყო. 3,000. ასე რომ თქვენ გაქვთ 3,000 ამერიკული დოლარი. თქვენ იცით, რომ ეს არის უკანონო ვალუტა. გომიაშვილმა სცადა ახსნა, ეს არის ჩემი შრომის შედეგი, ეს არის ჩემი გასტროლები, ეს არის კანონიერი. მაგრამ იმ ოთახში არ არსებობდა კანონიერება, არსებობდა მხოლოდ წესები, რომლებსაც ისინი ქმნიდნენ. ან თქვენ დაგვიბრუნებთ ყველაფერს და წახვალთ მშვიდად, ან ჩვენ გავხსნით საქმეს ვალუტის манипуляციებზე. ეს იყო ულტიმატუმი, არა როგორც კანონიერი განაჩენი, არამედ როგორც გამოძალვა. გომიაშვილს ჰქონდა არჩევანი, დაკარგოს ყველაფერი, რაც მან შექმნა 50 დღის განმავლობაში, ან გახდეს კრიმინალური საქმის მონაწილე, რაც მას არა მხოლოდ ფულს წაართმევდა, არამედ კარიერას, რეპუტაციას, ოჯახის მომავალს. ის დგა იმ ნაცრისფერ ოთახში და გრძნობდა, როგორ იშლებოდა მისი სამყარო. როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება დათანხმების შესახებ, მან იცოდა, ეს იყო მარცხი, არა როგორც ფინანსური კატასტროფა, არამედ როგორც მორალური დამარცხება. რატომ? რატომ უნდა დაეკარგა მას ყველაფერი იმისთვის, რომ მან მუშაობა მოსკოვში? რატომ უნდა დაეჯაჭვებინა მას მისი საკუთარი წარმატება? საბჭოთა საბაჟოს არქივებში დღესაც ინახება საიდუმლო დოკუმენტი, რომელზეც წვდომა არავის ჰქონდა 30 წლის განმავლობაში. ეს იყო ნომერ 63-ის საქმე, სადაც გომიაშვილის სახელი იყო დაფიქსირებული არა როგორც დამნაშავის, არამედ როგორც კონტროლის ობიექტის. როდესაც 1990-იან წლებში ერთმა ჟურნალისტმა მიიღო წვდომა ამ დოკუმენტზე, მან აღმოაჩინა რაღაც საშინელი, გომიაშვილის ვალუტის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ოფისს მიეწოდა არა რენდომული შემოწმების შედეგად, არამედ კონკრეტული დონორის მიერ. ამ დონორის სახელი დოკუმენტში იყო დაშიფრული როგორც წყაროდ 60, მაგრამ ვიღაც ხელით იყო დანამატი შენიშვნა, ახლო გარემოცვა. ეს ნიშნავდა, რომ ვიღაც გომიაშვილის მეგობრულ წრედან გაასაჯაროებდა მის მოძრაობებს. ვიღაც, ვინც იცოდა დოლარების რაოდენობა, ჩემოდნის ადგილი, ფრენის თარიღი. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ გაასაჯაროა მან მსახიობი, რომელმაც თავისი ხელოვნებით ყველა სიხარული მიაწოდა? რა იყო ამ ღალატის ფასი? მოსკოვი 60-იანი წლების დასაწყისში იყო ფუფუნების ქალაქი, სადაც ყველაფერი ერთდროულად იარსებებდა, სიღარიბე და ფუფუნება, დეფიციტი და ბაზარი, სადაც ყველაფერი იყო, თუ თანხა ჰქონდა. ბრეჟნევის ეპოქა იყო განსაკუთრებული პერიოდი, როდესაც კავშირის ელიტა იყენებდა შავ ბაზარს ისევე, როგორც კანონიერ ეკონომიკას. დიპლომატიური მაღაზიები, ცნობილი როგორც ბერიოსკები, იყო ადგილები, სადაც დოლარებით შეიძლებოდა იმპორტული ჯინსების, კოსმეტიკის, ტექნიკის შეძენა. მაგრამ ამ მაღაზიებში მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანი შედიოდა, დიპლომატები, საზღვარგარეთული პერსონალი და ის ელიტა, რომელსაც ჰქონდა ფარული წვდომა დოლარებზე. გომიაშვილს სჭირდებოდა ეს წვდომა, რადგან მისი ოჯახისთვის მან უნდა მოეტანა არა მარტო ფული, არამედ სტატუსი, იმპორტული ნივთები, რომლებიც ნიშნავდნენ შენ მიაღწიე. ის უნდა ეყიდა Sony ვიდეო რეკორდერი, რომელიც იყო ფანტაზია იმ ეპოქაში, ის უნდა მოეტანა ცოლისთვის საფრანგეთის სუნამო, რომელსაც შეეძლო შეძენა მხოლოდ ბერიოსკაში. მაგრამ დოლარების შეძენა საბჭოთა კავშირში არ იყო მარტივი. საოფიციალო გზა არ არსებობდა, ბანკები არ ყიდნენ ვალუტას, ხელისუფლება კონტროლდა ყველა ტრანზაქციას. ერთადერთი გზა იყო შავი ბაზარი, სადაც მეგობრები მოქმედებდნენ, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდა დაკავშირება დიპლომატიურ წრეებთან, ან რომლებიც იყვნენ თავად მოხელეები და იყენებდნენ თავიანთ პოზიციებს კერძო კომერციისთვის. ამ მეგობრებს შორის იყვნენ მუსიკალური პროდიუსერები, კონცერტული დარბაზების მენეჯერები, ცნობილი ხელოვანების ადმინისტრატორები. გომიაშვილს ჰყავდა ასეთი ადამიანი, კაცი, რომელსაც ეძახდნენ იგორ პეტროვიჩად, რომელიც იყო დომ კინოს დამხმარე დირექტორი და იმავდროულად ფარული მომწოდებელი დოლარებისა. პეტროვიჩი იცნობდა გომიაშვილს კარგად, ის იწყებდა მის კონცერტებს, აწყობდა მის გასტროლებს, პირდებოდა დახმარებას ფინანსურ საკითხებში. რატომ უნდა ენდო გომიაშვილი ამ კაცს? რატომ ეჩვენებოდა, რომ დომ კინოს წარმომადგენელი იყო უსაფრთხო?
პეტროვიჩი იყო ტიპური წარმომადგენელი საბჭოთა კორუფციული ელიტის, შრომელი დღისით, ბიზნესმენი ღამით. ის იცოდა, ვის ჰქონდა დოლარები, ვის სჭირდებოდა დოლარები და როგორ უნდა შეერთებინა ეს ორი. გომიაშვილისთვის ის შესთავაზა დილერი, დიპლომატი, რომელსაც სჭირდებოდა მანეთები საქართველოში ვაკაციისთვის და რომელსაც შეეძლო მიეწოდებინა დოლარები. გარიგება ჩატარდა მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც პეტროვიჩი თავად იყო მედიატორი. გომიაშვილმა გადასცა 10,000 მანეთი და მიიღო 3,000 დოლარი, კოეფიციენტი იყო დაახლოებით 1-დან 3-მდე, რაც იყო კარგი გარიგება შავი ბაზრისთვის. ის დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი მიდიოდა მშვიდად, რადგან პეტროვიჩი ჰპირდებოდა დისკრეტულობას, დიპლომატი კი იყო ნდობის პირი. მაგრამ რა არ იცოდა გომიაშვილმა იმ მომენტში, ეს გარიგება უკვე იყო დაფიქსირებული ოფსს არქივში და პეტროვიჩი თავად იყო ის ადამიანი, რომელმაც გაასაჯაროვა ყველაფერი. რატომ ჩაიდინა პეტროვიჩმა ეს? ის არ იყო სისულელე, ის იყო რაციონალური გამოთვლა. ოფს თანამშრომლობდა ინფორმანტებთან, რომლებსაც უხდიდნენ პროცენტებს კონფისკირებულ თანხებზე. ასეთი ინფორმანტები ყოველთვის იყვნენ ელიტის გარემოცვაში, ისინი იყვნენ პროდიუსერები, მენეჯერები, ადმინისტრატორები, რომლებმაც იცოდნენ ვარსკვლავების ფინანსური მოძრაობები. როდესაც პეტროვიჩმა მიიღო ინფორმაცია, რომ გომიაშვილს სჭირდებოდა დოლარები, მან დაუკავშირდა თავის კავშირს ოფსში და შესთავაზა გარიგება, მე მოგაცვდით ინფორმაციას, თქვენ კონფისკუთავთ ფულს და მე მივიღებ ჩემს პროცენტს. ეს იყო სტანდარტული სქემა, რომელიც მუშაობდა მთელს კავშირში. მაგრამ ამ შემთხვევაში ის არ იყო მარტო სქემა, ეს იყო ღალატი, რადგან პეტროვიჩი თავად იყო ის კაცი, რომელმაც შესთავაზა დოლარების გარიგება გომიაშვილს. ის იყო პროვოკატორი და მოსამართლე ერთდროულად. როგორ შეიძლება, რომ კაცი, რომელსაც ენდო გომიაშვილი, თავად იყო მისი დამღუპველი? რატომ არ იგრძნო მსახიობმა საფრთხე? გომიაშვილის გამოცდილება იყო ის, რაც ყველა საბჭოთა ადამიანს ჰქონდა, სისტემის ადმინდობის და შიშის შერევა. ის იცოდა, რომ სისტემა სასტიკია, მაგრამ ის ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თანამშრომლობდნენ მასთან, შეიძლებოდა იყვნენ მთავარი მტერი. ის იყო ქართველი, ის იყო მოსკოვის სტუმარი, ის უნდა ენდო დედაქალაქის კოლეგებს. მაგრამ მოსკოვი 70-იან წლებში იყო ქალაქი, სადაც ნდობა არ ღირებოდა არაფერს, ყველაფერი იყიდებოდა. როდესაც გომიაშვილი დაბრუნდა ვნუკოვოდან თბილისში, მან თავისთან წაიღო არა დოლარები, არა საჩუქრები, არამედ დამარცხების განცდა, რომელიც ვერასოდეს დატოვებდა მას. ის დაბრუნდა ცარიელი ჩემოდანით და მისმა ცოლმა ლიანამ დაინახა ეს, არა ფიზიკური ცარიელობა, არამედ ემოციური ჩამქრობა. ვაკეში, ბინაში, სადაც ისინი იმედოვნებდნენ ახალ დასაწყისს, გომიაშვილი დაჯდა და უთხრა ცოლს სიმართლე. ყველაფერი დაიკარგა. ეს იყო არა მხოლოდ ფინანსური კატასტროფა, არამედ პიროვნული ჩამოშლა. მაგრამ რატომ არ განაცხადა გომიაშვილმა ოფიციალურად პროტესტი? რატომ არ მიმართა სასამართლოს, პროკურატურას, პარტიულ ორგანოებს? რადგან ის იცოდა მარტივი სიმართლე, საბჭოთა სისტემაში არ არსებობდა სამართალი ვარსკვლავებისთვის, არსებობდა მხოლოდ პრივილეგიები, რომლებსაც შეიძლებოდა წაერთმევათ ნებისმიერ მომენტში. თუ ის დაიწყებდა სარჩელს ოფს გახსნიდა ოფიციალურ საქმეს ვალუტის მანიპულაციებზე და მაშინ გომიაშვილი დაკარგავდა არა მხოლოდ ფულს, არამედ კარიერას, საჯარო იმიჯს, უფლებას იმუშაოს მთელს კავშირში. ის დადუმდა, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა გადარჩენისთვის. მაგრამ ეს დუმილი არ იყო შვება, ეს იყო შინაგანი ხვრელი, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა. სამოსკოვო წრეები დაიწყეს ჩურჩული, გომიაშვილს დაიჭირეს დოლარებით, გომიაშვილი დაკარგა ყველაფერი, როგორ შეეძლო მას ასეთი რისკი. ეს არ იყო თანაგრძნობა, ეს იყო შიში, თუ ის ოსტაპ ბენდერი ვერ გაართვა თავი, ვინ შეიძლება იფიქროს, რომ უსაფრთხოა. იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც დაინახეს გომიაშვილის სახის გამოხატულება ვნუკოვოდან დაბრუნების შემდეგ, იყო მისი ძმა გიორგი გომიაშვილი, რომელიც თავად იყო ცნობილი რეჟისორი და მსახიობი საქართველოში. გიორგი შემდეგში იხსენებდა, რომ არჩილი დაბრუნდა თბილისში არა როგორც ტრიუმფატორი, რომელიც მოსკოვიდან მოდის, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც მარცხი განიცადა სიცოცხლეში პირველად. გიორგის აზრით, არჩილს არ ეშინოდა ფულის დაკარგვა, ის შეეძლო ისევ გაეკეთებინა კონცერტები, ის შეეძლო ისევ მოეპოვებინა შემოსავალი. მაგრამ არჩილს ეშინოდა სხვა რამ, თუ რატომ მოხდა ეს მასთან. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა პატიოსნად, რომელიც იყო კავშირის ლეგენდა, რომელსაც სიყვარულით ხვდებოდნენ ყველგან, უეცრად აღმოჩნდა სისტემის მსხვერპლი. ეს იყო ის შეკითხვა, რომელზეც პასუხი ვერასოდეს მიიღო, რადგან სიმართლე იყო უფრო საშინელი, ვიდრე მან ვარაუდობდა, სისტემა არ აინტერესებდა პატიოსნებას, სისტემას აინტერესებდა კონტროლი.
საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი მოტყუება იყო მისი ფასადი, თანასწორობის იდეა, სამართლიანობის პრინციპი, პროლეტარიატის დიქტატურა. მაგრამ რეალურად კავშირი იყო ოლიგარქიული სტრუქტურა, სადაც ელიტას ჰქონდა ყველაფერი, ხოლო რიგითი მოქალაქე იბრძოდა დეფიციტში. ვარსკვლავები, მსახიობები, მომღერლები იყვნენ ამ სტრუქტურის შუალედურ ფენაში, მათ ჰქონდათ შემოსავალი, მაგრამ არა ავტონომია. ისინი იყვნენ ინსტრუმენტები, რომლებიც სისტემა იყენებდა პროპაგანდისთვის და საჯარო იმიჯისთვის. გომიაშვილი იყო ასეთი ინსტრუმენტი, მისი ოსტაპ ბენდერი იყო საბჭოთა კინოს ტრიუმფი, მისი კონცერტები იყო კულტურული დიპლომატია. მაგრამ როდესაც ის სცადა გამოეყენებინა თავისი შემოსავალი პირადი კეთილდღეობისთვის, სისტემა მას შეახსენა, შენ არ ხარ ავტონომიური, შენ ხარ დაქვემდებარებული. თუ შენ იპოვი ფულს, შენ უნდა გააფრთხილო ხელისუფლება, შენ უნდა გადაიხადო გადასახადები, შენ უნდა დაითანხმო კონტროლზე. გომიაშვილმა ეს არ გააკეთა, რადგან ის იყო ხელოვანი, არა ბიუროკრატი. მან იფიქრა, რომ მისი ნიჭი იყო საკმარისი, რათა ჰქონოდა თავისუფლება, მაგრამ სისტემა ვერასდროს აინტერესებდა ნიჭი. მორალური დამარცხება, რომელიც გომიაშვილმა განიცადა, იყო უფრო ღრმა ვიდრე მარტო ფინანსური დანაკარგი. ის დაბრუნდა ვაკეში და დაინახა თავისი ოჯახი, რომელიც მას ყველაფერს ელოდა საჩუქრებს, აღფრთოვანებას, იმპორტულ ნივთებს, რომლებზეც ისინი ოცნებობდნენ. ის დაინახა ცოლის თვალებში იმედი, შვილების სახეებზე მოლოდინი. და მას არაფერი ჰქონდა. ის დაჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და იწყო მოყოლა, როგორ იყო ყველაფერი, როგორ შედგა გარიგება, როგორ მოხდა კონფისკაცია. ლიანა უსმენდა მას და ტიროდა, არა რადგან ფულები დაიკარგა, არამედ რადგან დაინახა თავის ქმარში რაღაც, რაც მანამდე არასდროს ჰქონია, უძლურების განცდა, ის განცდა, რომ დედამიწა შენს ფეხქვეშ არ არის მყარი, რომ შენი წარმატება შეიძლება წაერთვას ერთ წამში. გომიაშვილი არ იყო ადამიანი, რომელიც ეჩვევა მარცხს, ის ყოველთვის იყო გამარჯვებული, ყოველთვის იყო აღფრთოვანებული. მაგრამ ახლა ის გრძნობდა სხვანაირად. რატომ უნდა აღიქვა გომიაშვილმა ეს როგორც პირადი მარცხი? რადგან საბჭოთა კავშირში მორალური კოდექსი იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე კანონიერი. თუ შენ დაგჭერდნენ უკანონო ქმედებით, ეს არ ნიშნავდა მხოლოდ ფინანსურ სასჯელს, ეს ნიშნავდა რეპუტაციის დაკარგვას, დობის დაკარგვას, სოციალურ სტიგმას. გომიაშვილის მეგობრები საქართველოში იწყებდნენ ჩურჩულს, როგორ შეეძლო არჩილს ასეთი რისკი, რატომ აირია ის დოლარებში, რა იყო მისი ნამდვილი მიზანი. ეს არ იყო თანაგრძნობა, ეს იყო განსჯა, რადგან საბჭოთა საზოგადოება იყო საზოგადოება შიშის, სადაც ყველა ეშინოდა იმის, რომ თუ ის დაუჭერს მხარს დამნაშავეს, თავადაც გახდებოდა ეჭვმიტანილი. გომიაშვილმა იგრძნო ეს, არა როგორც ღია მტრობა, არამედ როგორც მდუმარე დისტანცირება. ადამიანები, რომლებიც მანამდე მას ყოველთვის მოუკვდავდნენ, ახლა მას ელაპარაკებოდნენ ნაკლები სითბოთი. ხელოვნების წრეებში დაიწყო ჩურჩული, გომიაშვილი გახდა რისკიანი, გომიაშვილს ოხს საკვირდება, გომიაშვილს არ უნდა მივცეთ კონცერტი. ეს იყო კოლექტიური სასჯელი, რომელსაც სისტემა არ ახდენდა ოფიციალურად, მაგრამ რომელიც იყო უფრო ეფექტური. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო არა ეს საჯარო დისტანცირება, არამედ შინაგანი დემონი, რომელიც გომიაშვილში იბადებოდა, მარტოობის და უსამართლობის განცდა. ის იტყვა ღამით ვაკეში, თავის ბინაში და ფიქრობდა, რატომ მოხდა ეს მასთან. რატომ უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა ყველაფერი? რატომ უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელიც განსაზღვრავდა თავისი ნიჭით, თავისი პატიოსნებით, თავისი კულტურული მემკვიდრეობით, უეცრად აღმოჩენილიყო სისტემის მსხვერპლი? ის იხსენებდა თავისი როლის სცენებს, ოსტაპ ბენდერი 32 წამში იყო თაღლითი, რომელიც იბრძოდა ბიუროკრატიულ სისტემასთან, რომელიც ეძებდა ბედნიერებას ნებისმიერ ფასად. ოსტაპი არასდროს არ იყო უკმაყოფილო, ის ყოველთვის იყო ოპტიმისტი, ყოველთვის იყო ინოვატორი. მაგრამ ოქროს ხბოში ილფისა და პეტროვის მეორე რომანში ოსტაპი დაკარგა ყველაფერი, ის იპოვა მილიონი მანეთი, მაგრამ დაკარგა ისინი საზღვარზე, როდესაც გაქცევდა გარეთ. ოსტაპის სიძულვილი იყო არა მანეთების დაკარგვა, არამედ სისტემის გამარჯვება მის წინააღმდეგ. გომიაშვილი ახლა გრძნობდა ზუსტად ასევე. იყო თუ არა ეს როლის წყევლა? იყო თუ არა ეს გარდაუვალი პარალელი მისი პერსონაჟის და რეალური ცხოვრების შორის? გომიაშვილს არ სჯეროდა მისტიკაში, მაგრამ მას არ შეეძლო არ შეენიშნებინა ირონია, ის, რომელმაც შექმნა უდიდესი ოსტაპ ბენდერი კინოში, ახლა თავად განიცდიდა ოსტაპის ბედს. როდესაც ის სეირნობდა თბილისის ქუჩებში, ის ხედავდა ადამიანების თვალებში აღიარებას, ეს არის ის, რომელმაც დაკარგა ყველაფერი. ეს არ იყო თავდაკირა სიხარული, ეს არ იყო ღალატი, ეს იყო უბრალოდ რეალობა, საბჭოთა კავშირში არავის შეეძლო ბედნიერება სისტემის თანხმობის გარეშე.
გომიაშვილს არ ჰქონდა ეს თანხმობა, რადგან ის უბრალოდ იყო მეტისმეტად ნიჭიერი, მეტისმეტად პოპულარული, მეტისმეტად დამოუკიდებელი. რატომ უნდა ყოფილიყო სისტემა ასე სასტიკი? რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ქმნიდა ხელოვნებას, რომელიც აღფრთოვანებდა მილიონებს, რომელიც იყო კავშირის სიამაყე, უეცრად აღმოჩენილიყო უძლურობის მდგომარეობაში? რა იყო ამ უსამართლობის ნამდვილი მიზეზი? თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე იდგა შენობა, რომელსაც გარედან ჰგავდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი, 50-იანი წლების არქიტექტურა, სტალინური ფასადები, ბალკონები მოზაიკური ფილებით. მაგრამ ამ შენობის მესამე სართულზე იყო ბინა, რომელზეც თბილისის ხელოვნების ელიტა საუბრობდა მხოლოდ ჩურჩულით და ფარული ნიშნებით. ეს იყო ადგილი, სადაც არჩილ გომიაშვილი იმალებოდა რეალობისგან, სადაც ის ეძებდა თავშესაფარს იმ შინაგანი ქაოსისგან, რომელიც მას ნუკოოს შემდეგ დაეუფლა. ამ ბინას ოფიციალურად ფლობდა ერთი კინემატოგრაფისტების კავშირის თანამშრომელი, მაგრამ რეალურად აქ ხდებოდა რაღაც სულ სხვა. აქ იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებიც ვეღარ აგრძელებდნენ საბჭოთა ცხოვრების სატრფიალებს. აქ მოდიოდნენ მსახიობები, რეჟისორები, მუსიკოსები და ჩუმად სვამდნენ, ჩუმად ამბობდნენ სიმართლეს, ჩუმად იგრძნობდნენ თავიანთ უძლურებას. მეზობლები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო უბრალოდ შეკრებების ადგილი, სადაც კრეატიული ინტელიგენცია ხვდებოდა საუბრისთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო თავშესაფარი იმათთვის, ვინც დაღუპული იყო სისტემის მიერ და არ იცოდა როგორ ამოესუნთქა შემდეგი დღე. გომიაშვილი დადიოდა ამ ბინაში ისე, თითქოს საკუთარ სახლს აშენებდა. აქ ის მარტო არ იყო, აქ ის იყო გაგებული. მაგრამ ვინ იცოდა ამ ბინის არსებობის შესახებ? ვინ აკვირდებოდა მას იქიდან, სადაც თვითონ ვერ ხედავდა? ამ ფარული სამყაროს შიგნით არჩილ გომიაშვილი იყო არა ვარსკვლავი, არა ტრიუმფატორი, არამედ ადამიანი, რომელიც ეძებდა პასუხს საკუთარ სისუსტეზე და სისტემის ძალაუფლებაზე. ის მოდიოდა აქ ხამის საათებში, როდესაც ვაკის ბინაში ლიანა და შვილები ეძინათ, როდესაც თბილისის ქუჩები ცარიელდებოდა და დარჩებოდა მხოლოდ ფარები გამწოვებით და ღამის პოლიციელები თავიანთი მარშრუტებით. ის შედიოდა იმ სართულზე, აქ აკუნებდა კონკრეტულ რიტმით, ორჯერ შეჩერება, ერთხელ კიდევ და კარი იხსნებოდა. შიგნით იყო სუსტი ნათება, სიგარეტის კვამლი, რომელიც ჰაერს სქელფენად ფარავდა, და ხმები, ადამიანების ხმები, რომლებიც საუბრობდნენ არაოფიციალურ ენაზე, არამედ უშუალო, უხეში, პირდაპირ ენაზე. აქ იყვნენ რეჟისორები, რომლებიც ვეღარ იღებდნენ ბიუჯეტებს ფილმებისთვის, მსახიობები, რომლებიც ვეღარ იღებდნენ როლებს, მუსიკოსები, რომლებიც ვეღარ იწერდნენ პარტიტურებს, ყველა, ვისაც სისტემა მოსპო მომავალი. და გომიაშვილი იჯდა მათ შორის, როგორც თანასწორი, როგორც მეგობარი, როგორც თანამებრძოლი. მაგრამ ის არ იცოდა, რომ ამ ბინის კედლებს ჰქონდა ყურები. საბჭოთა უსაფრთხოების ორგანოებმა, ԿგԲ-მ და ადგილობრივმა მმართველობამ 1970-იან წლებში დაიწყო ინტელიგენციის მკაცრი კონტროლი, არა იმიტომ, რომ ეს ინტელიგენცია იყო პოლიტიკურად საშიში, არამედ იმიტომ, რომ ის იყო იდეოლოგიურად დამოუკიდებელი. ხელოვანები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ფიქრი, შეეძლოთ შექმნა, შეეძლოთ გავლენა საზოგადოებაზე სიტყვების, გამოსახულებების, მელოდიების საშუალებით. და ამიტომ სისტემა მოითხოვდა, რომ ისინი ყოფილიყვნენ კონტროლირებადები. ფარული ბინები, სადაც ინტელიგენცია იკრიბებოდა, იყო პრიორიტეტული ობიექტები ჩაყრისთვის, სადაც აგენტები ყურს უგდებდნენ საუბრებს, სადაც რეპორტები იწერებოდა ყოველ კვირაში, სადაც კონკრეტული პირები ირიცხებოდნენ როგორც ეჭმიტანილები იდეოლოგიურ გადახრაში. რუსთაველის ეს ბინა იყო ასეთი ობიექტი და გომიაშვილი, რომელიც დადიოდა აქ, იყო ერთ-ერთი მთავარი დაკვირვების სუბიექტი. რადგან ის იყო ადამიანი, რომელსაც უკვე ჰქონდა პრობლემა უფლსთან, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ქართული კულტურის სიმბოლო და შეეძლო გავლენა ჰქონოდა საზოგადოებაზე. რატომ არ უთხრა არავინ გომიაშვილს, რომ ეს ბინა იყო საფრთხე? რატომ იფიქრა მან, რომ აქ შეეძლო იყოს თავისუფალი? ამ შეკრებებზე გომიაშვილი ლაპარაკობდა ღიად, უფრო ღიად ვიდრე სხვაგან. ის საუბრობდა ვნუკოვოს ინციდენტზე, საუბრობდა პეტროვიჩზე, რომელმაც გაასაჯაროა, ის საუბრობდა სისტემაზე, რომელიც არ აგებს ხელოვნებას, არამედ იყენებს მას. ის საუბრობდა თავისი იმედგაცრუებით, თავისი რისხვით, თავისი დამარცხებით. სხვები უსმენდნენ მას და დაუდასტურებდნენ, ყველა ჩვენ გავლით ამაზე, სისტემა ყოველთვის მოიგებს, არავინ არ არის უსაფრთხო. მაგრამ ამ საუბრებში იყო რაღაც, რაც სცდებოდა უბრალო კრიტიკას, ეს იყო იმედგაცრუება სისტემაში, ეს იყო უარყოფა იმ პრინციპებისა, რომლებზეც საბჭოთა კავშირი იყო აგებული. და სწორედ ეს იყო საშიში. ერთ-ერთ საღამოს, როდესაც გომიაშვილი საუბრობდა ვნუკოვოს შემთხვევაზე, მან თქვა ფრაზა, რომელიც დაფიქსირდა, მე აღარ მჯერა, რომ პატიოსნება ღირს რაიმეს. მე აღარ მჯერა, რომ კავშირში არსებობს სამართალი. მე აღარ მჯერა არაფერს. ეს იყო ის სიტყვები, რომლებიც სცდებოდა კრიტიკას და გადადიოდა დისიდენტობაში.
და ვიღაც ამ ოთახში იღებდა ჩანაწერებს. მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი? ვინ იყო ის, ვინც უსმენდა გომიაშვილს და აწვდიდა ინფორმაციას სისტემას? ეს არ იყო პოლიციელი გაშმაგებულ ფორმაში, ეს არ იყო კბ სპეციალისტი ფარული მიკროფონებით. ეს იყო ადამიანი იმ ოთახიდან, ვიღაც ნაცნობი, ვიღაც მეგობარი, ვიღაც, ვინც თავად იყო ამ ხელოვნების სამყაროს ნაწილი. 1990-იან წლებში, როდესაც კბ-ს არქივები ნაწილობრივ გახსნეს, გამოვლინდა, რომ რუსთაველის ამ ბინაში მუშაობდა აგენტი, კოდური სახელით მწერალი. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავად იყო კინემატოგრაფისტი, თავად დადიოდა ამ შეკრებებზე და თავად აწვდიდა ინფორმაციას. მისი იდენტობა დღემდე არ არის ოფიციალურად გამჟღავნებული, მაგრამ ისტორიკოსები და ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ამ წრის მუდმივი მონაწილე ადამიანი, რომელიც გომიაშვილს იცნობდა პირადად და რომლისთვისაც სისტემა უხდიდა პროცენტებს ან პრივილეგიებს, როლებს, პროექტებს და ფინანსებებს. ეს იყო ტიპიური საბჭოთა სქემა, შენ კეთებ მცირე მსახურებას სისტემისთვის და სისტემა გაძლევს ცოცხლობის საშუალებას. როგორ შეიძლებოდა გომიაშვილის მეგობარი, კოლეგა იყოს ის, ვინც მას უღალატებდა? გომიაშვილს არ ჰქონდა წარმოდგენა ამის შესახებ. ის ფიქრობდა, რომ ამ ოთახში ყველა იყო მსხვერპლი, ყველა იყო მოკავშირე, ყველა იყო რეზისტენტი. მაგრამ რეალურად საბჭოთა საზოგადოებაში არ არსებობდა საზღვარი მსხვერპლსა და კოლაბორანტს შორის, ყველა იყო ორივე, ყველა იღებდა და აძლევდა, ყველა ეღალატებოდა და ღალატობდა. რატომ? რადგან ცხოვრება იყო შეუძლებელი სისტემის თანამშრომლობის გარეშე, თუ შენ ვარ სიტყოდი, შენ კარგავდი ყველაფერს. თუ შენ ითანამშრომლებდი, შენ გადარჩებოდი, მაგრამ კარგავდი სულს. გომიაშვილი არ იყო ადამიანი, რომელსაც ესმოდა ეს ლოგიკა. ის იყო იდეალისტი, რომელიც სჯეროდა, რომ ხელოვნება იყო წმინდა, რომ მეგობრობა იყო საიმედო, რომ პატიოსნება იყო ძალა. მაგრამ რუსთაველის ბინა მას შეახსენა, არავინ არ არის ის, ვინც ჩანს. რა იყო ამ ადამიანების ნამდვილი ბუნება? ვინ იყო მეგობარი და ვინ იყო მტერი ამ ოთახში? იყო ერთი ადამიანი გომიაშვილის ცხოვრებაში, რომელიც არ ეჩვეობდა მის პატიოსნებაში და რომელიც იცნობდა მის ყველა სისუსტეს უკეთესად ვიდრე თავად მსახიობი. ეს იყო მისი გრიმიორი, მარინა ხუნციშვილი, ქალი 30 წლისა, რომელიც მუშაობდა რუსთაველის თეატრში და იმავდროულად ემსახურებოდა კინოსტუდიას, როდესაც გომიაშვილი იღებდა როლებს. მარინა იყო ადამიანი უხილავი, გრიმიორები ყოველთვის არიან უხილავები საბჭოთა სისტემაში. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამზადებენ ვარსკვლავებს კამერების წინ, მაგრამ არასოდეს გადის ტიტრებში, არასოდეს იღებს აპლოდისმენტებს. მარინას მუშაობა იყო სრულყოფილი. ის იცოდა, როგორ დაემალა სინესტენის კვალები, როგორ დაემალა შფოთვის ოფლი, როგორ დაემალა ის, რაც მსახიობმა ვერ უნდა გამოავლინოს. და გომიაშვილი, რომელსაც ხშირად ჰქონდა კონცერტები, სპექტაკლები, კინოგადაღებები, ენდობოდა მას ბრმად, ის უთხრობდა თავის პრობლემებს, თავის შიშებს, თავის მარცხებს. მარინა მას უსმენდა მდუმარედ, გასწორებდა გრიმს, აკეთებდა თმას და არაფერს ამბობდა, რადგან ის იყო დაქირავებული ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა უფლება ჩაერია ვარსკვლავის პირად ცხოვრებაში. მაგრამ 1994 წელს, როდესაც გომიაშვილი უკვე აღარ იყო ცოცხალი, მარინა ხუნციშვილმა პირველად გაბედა და თქვა სიმართლე. მარინას ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნდა ქართულ ჟურნალში მთავარი იყო პირველი სერიოზული სვედიტელური შოკი, რომელმაც გაანადგურა გომიაშვილის ოფიციალური ბიოგრაფია და აჩვენა რაღაც, რასაც საზოგადოება არ იცოდა. მარინა ამბობდა, ყოველი კონცერტის წინ, ყოველი სპექტაკლის წინ, ნახე როგორ ირევა არჩილ გომიაშვილი. არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც კარგავდა თავის თავში ნდობას. ის მოდიოდა გრიმიორულ ოთახში და მე ვხედავდი მის ხელებზე ტრემორს, ვხედავდი მის თვალებში შიშს, ვხედავდი როგორ უჭირდა მას სუნთქვა. ის მეკითხებოდა, მარინა, როგორ გამოვიყურები? გგავარ თუ არა კაცს, რომელსაც აქვს მომავალი? და მე ვუხსნიდი გრიმს, ვამალავდი მის სისუსტეს, ვამალავდი მის ფერმკრთალობას, ვამალავდ მის წრემლებს. ეს აღიარება იყო საშინელი იმიტომ, რომ ის გვიჩვენებდა გომიაშვილს არა როგორც ვარსკვლავს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც ჩამოიშალა ნუკოუს შემდეგ და აღარ შეეძლო აღდგომა. მარინა განაგრძობდა 1970-იან წლებში, პირველად რაც დავინახე ის ასეთი იყო 1975 წლის მაისში. ის მოვიდა თეატრში რეპეტიციაზე და ჩემთან შემოვიდა მშვიდად, მაგრამ როდესაც დავიწყე მის საღებავის დასხმა, შევნიშნე, რომ მისი ხელი კანკალებდა. ვკითხე, არჩილ, რა გაწუხებთ? ის მომიხედა და თქვა, მარინა, მე დავკარგე ყველაფერი და მე აღარ ვიცი როგორ ვიცხოვრო შემდეგ. ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც მან თქვა ნუკოუს შემდეგ ჩემთან პირდაპირ გზით. შემდეგ ის დუმდა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ის დუმილი იყო სავსე ტკივილით.
მარინას აღწერა იყო პირველი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ გომიაშვილს ჰქონდა არა მხოლოდ ფინანსური პრობლემა, არამედ ფსიქოლოგიური კრიზისი. ის იყო ადამიანი, რომელსაც სისტემა გატეხა და რომელიც იბრძოდა თავისთვის დარჩენისთვის. როგორ შეეძლო ვარსკვლავს, რომელსაც ყველა უყურებდა როგორც წარმატების ნიმუშს, ასეთი უძლურება? რატომ არ ნახა საზოგადოებამ ეს? მარინას სიტყვებით, გომიაშვილს ხშირად ჰქონდა დილები, როდესაც ის მოდიოდა სამსახურში დაღლილი და არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურად ამოწურული. ის ამბობდა, რომ ღამით ვერ ეძინება, რომ ყოველ ღამე უბრუნდება ნუკოვოს სურათები, როგორ რგება ოფიცრები მის ჩემოდანს, როგორ აითვლიან დოლარებს, როგორ უყურებენ მას თვალებში და ამბობენ, შენ არაფერი ხარ. ის ამბობდა, რომ ამ სურათებმა დაიწყეს მისი დევნა ყველგან, სახლში, ქუჩაში, თეატრში. ის ამბობდა, რომ აღარ შეუძლია დაყრდნობა ნებისმიერ ადამიანს, რადგან ის ვერ გაიგებს ვინ არის მეგობარი და ვინ არის ღალატი. მარინას თქმით, გომიაშვილმა ერთხელ უთხრა მას, შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვენდობი, რადგან შენ მხოლოდ გრიმიორი ხარ და არაფერი გჭირდება ჩემგან. ეს იყო სასტიკი ფრაზა, რომელმაც გვიჩვენა გომიაშვილის რეალობა. მან დაკარგა ნდობა ყველას, გარდა იმ ადამიანისა, რომელიც მხოლოდ მსახურობდა მას. მაგრამ მარინას აღწერაში იყო კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ყველაზე მეტად შოკის მომგვრელი იყო. გომიაშვილს ჰქონდა მოხმარება, რომელიც არავის არ უყვარდა და რომელსაც მარინა ყოველთვის ფარავდა. ყოველი კონცერტის წინ ის შემოდიოდა გრიმიორულ ოთახში და მოითხოვდა, რომ მე მას გავუხსნა პირველი ღილები საკოსტუმო პერანგზე, რადგან მას ეშინოდა ამ უხრჩობისა სცენაზე. მე ვხედავდი, რომ მისი სხეული იყო დაძაბული, მისი კუნთები იყო კრუნჩხვაში, მისი სუნთქვა იყო მძიმე. ის მეკითხებოდა, მარინა, შეუძლია თუ არა კაცს სიკვდილის სცენაზე ასეთი სიტუაციიდან? და მე ვმალავდი მისი შიშს, ვამალავდი მის სისუსტეს, ვამალავდი იმ ფაქტს, რომ ის იყო არა ძლიერი ვარსკვლავი, არამედ მოსაკლავი ადამიანი სისტემის მიერ. მარინას სიტყვები იყო პირველი სერიოზული მტკიცებულება, რომ გომიაშვილი იყო არა მხოლოდ ფინანსურად დამარცხებული, არამედ ფსიქოლოგიურად გატეხილი. რატომ არ ისაუბრა მარინა ამის შესახებ 30 წლის განმავლობაში? რატომ მხოლოდ 94-ში, როდესაც გომიაშვილი უკვე აღარ იყო ცოცხალი, გაბედა მან ამ სიმართლის თქმა? მარინა თავად აღიარებდა, მე ვეშინოდა. მე ვიცოდი, რომ თუ მე ვიტყვი რაიმეს გომიაშვილის სისუსტეზე, სისტემა მას კიდევ უფრო მძიმედ დაიმარცხებდა. მე ვიცოდი, რომ თუ მე გავსაჯაროვებ, რომ გომიაშვილი იყო არა ძლიერი გმირი, არამედ უძლური ადამიანი, მაშინ მას წაერთმებოდა ყველაფერი, მისი იმიჯი, მისი კარიერა, მისი ოჯახი. მე ვაირჩიე დუმილი, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა, როგორ დავიცვი ის. ამ დუმილმა იმუშავა 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა სიმართლე გამოვიდა. რა იყო ამ სიმართლის ნამდვილი ფასი? როგორ შეიცვალა გომიაშვილის იმიჯი მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ მისი კუმირი იყო არა გმირი, არამედ მსხვერპლი? საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროს სპეციალურ არქივში ინახება დოკუმენტი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა საჯარო ხელმისაწვდომი. ეს არის ნომერ 1976-ის ბრძანება, რომელიც ითქმის კონტროლის შესახებ უცხოურ ფინანსებში ჩართული მხატვრული პირების ჩამონათვალზე. ამ ბრძანების ერთ-ერთ დანარჩი, რომელიც დაშიფრულია კოდით STOTS, მითითებულია არჩილ გომიაშვილის სახელი, არა როგორც დამნაშავის, არამედ როგორც ეჭმიტანილის იდეოლოგიურ დაშორებაში. ეს ფრაზა ნიშნავდა, რომ ოფიციალურად გომიაშვილს არ ედებოდა კრიმინალური ბრალდება, მაგრამ ის იყო მონიშნული როგორც ადამიანი, რომელსაც აღარ შეეძლო ჰქონოდა სრული დაშვება საბჭოთა კულტურულ პროპაგანდაში. ეს ნიშნავდა კონკრეტულად გომიაშვილს აღარ მისცეს უფლება გასტროლების გაგრძელება მოსკოვში და ლენინგრადში, აღარ მისცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს გარე ქვეყნის ფესტივალებზე, აღარ მისცეს უფლება მიიღოს მთავარი როლები იმ ფილმებში, რომლებიც გამოდიან მთელი კავშირის ეთერში. ეს იყო არა ფიზიკური ციხე, არამედ პროფესიული ციხე, რომელიც იყო უფრო მკაცრი ვიდრე ნებისმიერი კანონიერის ასჯელი. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? რატომ უნდა ყოფილიყო გომიაშვილი, ვინც იყო კავშირის კულტურის სიამაყე, უეცრად აღმოჩენილიყო შავ სიაში? ამ დოკუმენტის არსებობა გახდა ცნობილი 1991 წელს, როდესაც კავშირი დაიშალა და არქივები ნაწილობრივ გახსნეს ჟურნალისტებისთვის. ერთმა ქართველმა ისტორიკოსმა თენგიზ შარაშენიძემ შესძლო წვდომა ამ დოკუმენტზე და აღმოაჩინა, რომ გომიაშვილის ჩამონათვალში ჩართვა მოხდა არა რენდომული გადაწყვეტილებით, არამედ კონკრეტული რეკომენდაციით. ამ რეკომენდაციას მისცა თავად საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ადამიანი, რომელიც თბილისში იყო პასუხისმგებელი იდეოლოგიურ სისუფთავეზე. ეს ადამიანი არ იყო უცნობი, ის იყო სერგო კაციტაძე, კულტურის სამინისტროს მოადგილე, რომელიც თავად იყო ყოფილი თეატრის რეჟისორი და რომელიც იცნობდა გომიაშვილს პირადად. რატომ სწორედ კაციტაძემ მისცა რეკომენდაცია გომიაშვილის დაბლოკვაზე?
რა იყო მათი პირადი ისტორია, რომელმაც გამოიწვია ასეთი გადაწყვეტილება? სერგო კაციტაძე და არჩილ გომიაშვილი იყვნენ კოლეგები 1950-იან წლებში, როდესაც ორივე იწყებდნენ კარიერას თბილისის მარჯანიშვილის თეატრში. კაციტაძე იყო ახალგაზრდა რეჟისორი, გომიაშვილი იყო ახალგაზრდა მსახიობი, ორივე ოცნებობდნენ დიდ როლებზე, ორივე ელოდნენ აღიარებას. მაგრამ მათი გზები განსხვავდა, გომიაშვილმა მიიღო ოსტაპ ბენდერის როლი და გახდა კავშირის ლეგენდა. კაციტაძე კი ვერ მიაღწია ასეთ წარმატებას და 1950-იან წლებში გადავიდა ადმინისტრაციულ სისტემაში, სადაც იგი იყო უფრო ბიუროკრატი ვიდრე შემოქმედი. კაციტაძეს ჰქონდა პირადი ისტორია გომიაშვილთან. 1955 წელს, როდესაც ორივე მუშაობდნენ ერთსა და იმავე სპექტაკლში, კაციტაძემ შესთავაზა გომიაშვილს, რომ ისინი ერთად მოაწყონ თავიანთი დამოუკიდებელი სპექტაკლი, რაღაც ინოვაციური, რაღაც საბჭოთა ნორმებისგან განსხვავებული. გომიაშვილმა უარი თქვა, რადგან ის არ იყო დარწმუნებული კაციტაძეს ნიჭში, რადგან ის ფიქრობდა, რომ კაციტაძე იყო უფრო მენეჯერი ვიდრე ხელოვანი. ეს უარყოფა იყო პირველი ღალატი, რომელიც კაციტაძემ არასოდეს დაივიწყა. შემდგომ წლებში კაციტაძე დაინახა, როგორ ხდებოდა გომიაშვილი ვარსკვლავი, როგორ იღებდა ის როლებს, როგორ იღებდა ის გასტროლებს, როგორ იღებდა ის პატივსაცემს. კაციტაძე თავად იყო მცირე რეჟისორი, რომელსაც დაევალა მხოლოდ პროვინციული სპექტაკლები, რომელსაც არასოდეს არ მიიღია მოსკოვის აღიარება. ის გრძნობდა სისხლს არა სისტემისადმი, არამედ გომიაშვილისადმი, რადგან გომიაშვილი იყო ის, ვინც მიაღწია, ხოლო თავად კაციტაძე იყო ის, ვინც დარჩა უკან. როდესაც კაციტაძე გადავიდა კულტურის სამინისტროში, ის იღებდა პოზიციას, სადაც მას ჰქონდა ძალაუფლება გადაწყვიტოს, ვის მისცეს როლები, ვის მისცეს გასტროლები, ვის მისცეს აღიარება. და როდესაც მოვიდა ინფორმაცია, რომ გომიაშვილმა მიიღო პრობლემა ვნუკოვოში, კაციტაძე დაინახა შესაძლებლობა, ეს იყო შანსი, რომ დაემარცხებინა ადამიანი, რომელიც მას არასოდეს არ შეეფარდა. რატომ შეიძლება ადამიანი, რომელიც თავად იყო ხელოვანი, გადაეყენებინა ასეთი სიძულვილი თავის კოლეგას? როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც იცნობდა გომიაშვილის ნიჭს, გაეგზავნა ის შავ სიაში? კაციტაძის რეკომენდაცია, რომელიც აღმოაჩინა შარაშენიძემ, იყო 5 გვერდის ტექსტი, სადაც იყო დაწერილი, არჩილ გომიაშვილი წარმოადგენს იდეოლოგიურ საფრთხეს, რადგან მისი ქცევა ვნუკოვოში აჩვენა, რომ ის არ არის საბჭოთა სისტემის ერთგული მსახურები, არამედ ინდივიდუალური ინტერესების ადამიანი, რომელიც ცდილობს გამოიყენოს თავისი პოზიცია პირადი გამდიდრებისთვის. ეს იყო სრული უსამართლობა, რადგან გომიაშვილი არასოდეს არ იყო დისიდენტი, არასოდეს არ იყო პოლიტიკურად აქტიური, არასოდეს არ უთქვამს რაიმე საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ კაციტაძეს არ სჭირდებოდა სიმართლე, მას სჭირდებოდა საბაბი, რომ დაემარცხებინა გომიაშვილი. და სისტემა მიეღო ეს რეკომენდაცია, რადგან სისტემა ყოველთვის ეძებდა საბაბებს, რომ კონტროლდა ხელოვანები. როდესაც გომიაშვილმა შეიტყო ამ შავი სიის შესახებ, მას არ უთხრეს პირდაპირ, უბრალოდ მის გასტროლები დაიწყეს გაუქმება, მისი როლები დაიწყეს შემცირება, მისი კონცერტები დაიწყეს დაბლოკვა. მან დაიწყო კითხვა, მაგრამ არავინ არ აძლევდა პასუხს. ის გრძნობდა, რომ რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა, მაგრამ ვერ იგებდა რა. მხოლოდ 1967 წელს, როდესაც ერთმა მისმა ახლობელმა მეგობარმა მოახერხა წვდომა სამინისტროს არაოფიციალურ ინფორმაციაზე, გომიაშვილმა შეიტყო სიმართლე, მის წინააღმდეგ იყო გაკეთებული რეკომენდაცია და ეს რეკომენდაცია მოვიდა თბილისიდან, სერგო კაციტაძისგან. გომიაშვილი იყო შოკში, ის იცნობდა კაციტაძეს, ის იცოდა მათი ისტორია, მაგრამ ის ვერასოდეს ვარაუდობდა, რომ კაციტაძე იყო ის, ვინც მას დაუშვა საბოლოო დარტყმა. ის დაჯდა თავის ბინაში და წერდა წერილს კაციტაძესთვის, წერილს, რომელიც არასოდეს არ გაგზავნა, მაგრამ რომელიც ინახება მისი ოჯახის არქივში. ამ წერილში ის წერდა, სერგო, რატომ გააკეთე ეს ჩემთან? რა გადაგიდევსა თავი ჩემი? მე არასოდეს არ გიპაექრე შენ. არასოდეს არ წავართვი რაიმე შენგან. რატომ უნდა მომეწია ასე, როგორც მტერს? რა არის შენში, რომ შენ გაქვს ასეთი სიძულვილი ჩემდამი? ეს წერილი არასოდეს არ გაიგზავნა, რადგან გომიაშვილმა იცოდა, რომ ეს იყო უსარგებლო, კაციტაძე არასოდეს არ აღიარებდა თავის მოქმედებას, სისტემა კი არასოდეს არ შეასწორებდა ასეთ უსამართლობას. როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდა იმ სისტემაში, სადაც ყოფილი მეგობარი შეიძლება გახდეს მთავარი მტერი? როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდა იმ სისტემაში, სადაც ნიჭი და პატიოსნება არ არის საკმარისი უფლებისთვის? თბილისის კინოსტუდია ქართული ფილმი 1970-დან წლებში იყო ადგილი, სადაც არჩილ გომიაშვილი ატარებდა უმეტეს დროს, არა იმიტომ, რომ მას ბევრი როლი ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი სივრცე, სადაც ის გრძნობდა თავს უსაფრთხოდ, სადაც ის შეიძლებოდა იყოს თავად და არა სისტემის მსხვერპლი.
ამ სტუდიაზე მუშაობდა ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობდა როგორც დავითს, ეს იყო დავით ქართველიშვილი, კინოსტუდიის ადმინისტრატიული დირექტორი, ადამიანი, რომელიც იყო გომიაშვილის ახლო მეგობარი 30 წლის განმავლობაში, ადამიანი, რომელთან ერთად გომიაშვილი პირველად დაიწყო კარიერა ჯერ კიდევ 1952 წელს მარჯანიშვილის თეატრში. დავითი იყო ის, ვის სახლშიც გომიაშვილი დადიოდა ოჯახთან ერთად, ვისთან ერთად სვამდა წელიწადში ერთხელ ახალ წელს, ვისაც ანდობდა თავის ფინანსურ საქმეებს, ვისაც აძლევდა ფულს რომ დაეზოგა მის სახელზე, როდესაც მას არ ჰქონდა დრო ბანკებთან საქმიანობისთვის. მაგრამ 1967 წელს, როდესაც გომიაშვილი უეცრად დაკარგა ერთი დიდი როლი იმ ფილმში, რომელზეც ის თვეების განმავლობაში მუშაობდა, მან იპოვა დოკუმენტი, რომელიც გადააქცია მთელი მისი რწმენა მეგობრობაში, ეს იყო წერილი, რომელიც დაწერილი იყო დავით ქართველიშვილის ხელით და გაგზავნილი იყო სერგო კაციტაძისთვის სამინისტროში. ამ წერილის ტექსტს გომიაშვილმა ვერასოდეს წაშალა ხსოვნიდან, პატივცემულო სერგო მიხეილის ძე, მე ვიცი რომ თქვენ აქვთ კითხვები არჩილ გომიაშვილის პროფესიულ საქმიანობაზე და იდეოლოგიურ დამოკიდებულებაზე. როგორც მისი ახლობელი კოლეგა და ადამიანი, რომელიც იცნობს მას 30 წლის განმავლობაში, მე თავსვალებულად მიმაჩნია შევატყობინო, რომ არჩილს ბოლო დროს გამოუვლინდა ტენდენცია დისკრედიტაციისკენ საბჭოთა სისტემის მიმართ. ის ხშირად საუბრობს კერძო შეხვედრებზე თავისი უკმაყოფილების შესახებ კულტურის სამინისტროს მუშაობის მიმართ, ის ხშირად აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც მას პროფესიულ საქმიანობაში ეხმარებიან, ის ხშირად ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი არ აძლევს ხელოვანებს თავისუფლებას შემოქმედებისთვის. ეს იყო სრული ტყუილი, გომიაშვილი არასოდეს არ ამბობდა ასეთ რამეს დავით ქართველიშვილთან, არასოდეს არ ლაპარაკობდა პოლიტიკურად, არასოდეს არ აკრიტიკებდა სამინისტროს ოფიციალურად. მაგრამ დავითს სჭირდებოდა ეს ტყუილი, რადგან სერგო კაციტაძემ სთხოვა მას პირადი ინფორმაცია გომიაშვილის შესახებ და დავითმა იცოდა, რომ თუ ის არ მოაწვდის ინფორმაციას, მაშინ თავად გახდებოდა ეჭმიტანილი როგორც უარის მცემელი თანამშრომლობაზე. როდესაც გომიაშვილმა აღმოაჩინა ეს წერილი, ის იყო კინოსტუდიის საარქივო ოთახში, სადაც მას აჩვენა ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა, რომელმაც გადაწყვიტა დაეხმარა მსახიობს, ეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ერქვა თამარი. იყო საარქივო განყოფილების ასისტენტი და იცნობდა გომიაშვილს სახელით, როგორც ლეგენდას, როგორც კუმირს, როგორც ადამიანს, რომელსაც ის უყურებდა 1971 წელს 32 სკამში და რომელსაც სჯეროდა რომ იყო უმართებულო გმირი. თამარი ნახა როგორ მოდიოდა დავითი საარქივო ოთახში და ითხოვა დოსიეს არჩილ გომიაშვილის სახელით და როგორ დაიდო იქ ახალი დოკუმენტი, ის წერილი. თამარიმ დააკოპირა ეს წერილი და მოგვიანებით, როდესაც გომიაშვილი შევიდა კინოსტუდიაში, მიუახლოვდა მას და ჩუმად უთხრა, ბატონო არჩილ, მე მაქვს რაღაც, რაც თქვენ უნდა ნახოთ. ეს არის წერილი, რომელიც წერა ბატონმა დავითმა თქვენს შესახებ. გომიაშვილი პირველად არ გაუგია რა იყო ეს, მაგრამ როდესაც წაიკითხა, მისი სახე გახდა ნაცრისფერი, მისი ხელები დაიწყო ძრწოლა, მისი თვალები დაიხურა როგორც ადამიანის, რომელიც მიიღო საბოლოო დარტყმა. დავითი იყო არა მხოლოდ მისი მეგობარი, არამედ ადამიანი, ვისაც გომიაშვილი ანდობდა საკუთარ ფულებს. დავითს ჰქონდა ცუდომა გომიაშვილის პირად საფონდო, ის რაც გომიაშვილმა დააგროვა 5 წლის განმავლობაში გასტროლებიდან, დაახლოებით 11,000 მანეთი, რაც იყო უზარმაზარი თანხა იმ ეპოქაში, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი ოჯახის მომავლის საფუძველი. გომიაშვილმა დავითს სთხოვა, რომ ეს ფული შეენახა სხვადასხვა ფარულ ადგილებში, რადგან ბანკები იყო საშიში, სადაც სისტემა ყოველთვის ხედავდა თანხების მოძრაობას. დავითმა დაპირდა, რომ ის შეინახავს ფულებს რამდენიმე ნდობის პირთან, თავის ძმასთან, თავის ახლო კოლეგასთან, თავის უსაფრთხო სახლში. გომიაშვილი ენდობოდა მას ბრმად, რადგან ეს იყო მისი ძმა, მისი მეორე მე, მისი ერთადერთი ნდობა სამყაროში ფულის საქმეში. მაგრამ ახლა, როდესაც გომიაშვილმა აღმოაჩინა ეს წერილი, მან დაიწყო გაგება, დავითი არ იყო მეგობარი, დავითი იყო კოლაბორანტი, დავითი იყო ის, ვინც აწვდიდა ინფორმაციას სისტემას და ალბათ დავითი იყო ის, ვინც იყენებდა გომიაშვილის ფულებს საკუთარი სარგებლისთვის. გომიაშვილმა დაუყოვნებლივ დაურეკა დავითს და მოითხოვა შეხვედრა. ის თქვა, დავით, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ახლავე, ეს არის ძალიან სერიოზული. დავითმა დაეთანხმა და შეხვდა გომიაშვილს კინოსტუდიის ეზოში, რომელიც იყო ცარიელი იმ დღეს, რადგან გადაღებები არ იყო. გომიაშვილმა გამოიღო ის დაკოპირებული წერილი და აჩვენა დავითს, ეს შენი წერილია. ეს შენი ხელია. ეს შენი ხელმოწერაა. დავითმა ნახა წერილი და მისი სახე გახდა წითელი, მისი თვალები გახდა შეშინებული, მისი ხმა გახდა დაბალი. არჩილ, შენ არ გესმის, ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო სისტემა, რომელმაც მომაძალა. გომიაშვილმა იკითხა, რატომ? რატომ გააკეთე ეს? რა გიშავე მე შენ? მე ანდობდი შენ ყველაფერს, ჩემს ფულებს, ჩემს საიდუმლოებებს, ჩემს ოჯახს. რატომ გამწე შენ?
დავით მას წადაახსნა, არჩილ კაციტაძემ დამირეკა და მითხრა, რომ თუ მე არ მოვაწვდი ინფორმაციას შენზე, მაშინ ის გამიხსნის ჩემს პოზიციას, ის დაამარცხებს ჩემს კარიერას, ის გაანადგურებს ჩემს ოჯახს. მე არ შემეძლო უარი მეთქვა, რადგან მე მაქვს 3 შვილი, მე მაქვს ბინა, რომელსაც ვუხდი, მე მაქვს ძმა, რომელიც არის ავად და მე ვზრუნავ მასზე. მე არ შემეძლო დაკარგო ყველაფერი შენი გამო. გომიაშვილმა მოისმინა ეს და იგრძნო რაღაც, რაც იყო უფრო ძლიერი ვიდრე რისხვა. ეს იყო უსასრულო მარტოობა, ის განცდა, რომ მთელი სამყარო იყო მტრული, რომ არავინ არ იყო ის, ვისაც შეეძლო დაეყრდნო. ის თქვა, დავით, შენ არ კარგავდი ყველაფერს ჩემი გამო, შენ კარგავდი თავს როგორც ადამიანს. შენ გეშინოდა სისტემისა უფრო ვიდრე შენი სინდისის. შენ არჩევდი გადარჩენას უფრო ვიდრე პატიოსნებას. და ახლა მე ვიცი, შენ არ ხარ ჩემი მეგობარი, შენ არ ხარ ჩემი ნდობის ადამიანი, შენ ხარ უბრალოდ კიდევ ერთი სისტემის მსახური. გომიაშვილმა შემდეგ იკითხა, სად არის ჩემი ფული? სად არის ის 11,000 მანეთი, რომელიც შენ უნდა შენახო? დავითმა დადუმდა და შემდეგ თქვა, არჩილ, ეს ფული. ეს ფული არის გამოყენებული. მე მომიწია გამოვიყენო ის რამდენიმე გადაუდებელი საჭიროებისთვის, ჩემი ძმის ოპერაცია, ჩემი ვაჟის გადარიცხვა უნივერსიტეტში, ჩემი ბინის რემონტი. მე დავაპირე, რომ დაგიბრუნებდი, მაგრამ ჯერ არ მაქვს საშუალება. გომიაშვილმა გაიცინა, არა რადგან ეს იყო სასაცილო, არამედ რადგან ეს იყო ტრაგიკული. შენ გამოიყენე ჩემი ფული. შენ გამოიყენე ის, რისი გამოც მე ვმუშაობდი 5 წელი. შენ გამოიყენე ის, რისი გამოც მე ვიტანჯებოდი გასტროლებზე. შენ გამოიყენე ის, რაც უნდა ყოფილიყო ჩემი ოჯახის მომავალი. დავითმა დაკარგა სიტყვები, რადგან ის იცოდა, რომ არავითარი ახსნა აღარ იყო შესაძლებელი. გომიაშვილმა დატოვა დავითი იქ, კინოსტუდიის ეზოში და წავიდა, არა იმიტომ, რომ მას აღარ აინტერესებდა ფული, არამედ იმიტომ, რომ მას გაეგო, რომ ფული უკვე არ იყო მთავარი. მთავარი იყო ის, რომ მან დაკარგა ის ადამიანი, ვისაც სჯეროდა 30 წლის განმავლობაში. მთავარი იყო ის, რომ მან დაკარგა ის რწმენა, რომ მეგობრობა შეიძლება იყოს ნამდვილი საბჭოთა სისტემაში. მთავარი იყო ის, რომ მან დაკარგა ის იმედი, რომ ადამიანი შეიძლება იყოს პატიოსანი, როდესაც სისტემა მოითხოვს ღალატს. მან დაბრუნდა სახლში და უთხრა ცოლს, ლიანას, ლიანა, ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი. არა მხოლოდ ნუკოვოს დოლარები, არა მხოლოდ გასტროლების წესები, არა მხოლოდ სამინისტროს მხარდაჭერა. ჩვენ დავკარგეთ ნდობა. ჩვენ დავკარგეთ ის ადამიანები, რომლებზეც ვფიქრობდით, რომ იყვნენ ჩვენი მეგობრები. ჩვენ დავკარგეთ ის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვჯეროდა. ლიანა მხოლოდ ეხვია მას და ტიროდა, არა იმიტომ, რომ ფული დაიკარგა, არამედ იმიტომ, რომ მისი ქმარი, რომელიც ყოველთვის იყო ძლიერი, ყოველთვის იყო ოპტიმისტი, ყოველთვის იყო გამარჯვებული, ახლა იყო გატეხილი, ახლა იყო უძლური, ახლა იყო დამარცხებული. როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს იმ სამყაროში, სადაც ყველაზე ახლობელი მეგობარი შეიძლება გახდეს ღალატი 3,000 მანეთისთვის? თბილისის სამხატვრო აკადემიის წიგნების საცავში ინახება დოკუმენტი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა საჯარო. ეს არის არჩილ გომიაშვილის ხელნაწერი კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა 1967 წელს მოსკოვის გოსკონცერტთან, ის ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებდა ყველა საბჭოთა მსახიობისა და მომღერლის გასტროლებს მთელ კავშირში. ეს კონტრაქტი იყო არა უბრალო ხელშეკრულება, არამედ რეალური მონობის დოკუმენტი. 1967 წელს, როდესაც გომიაშვილი ცდილობდა აღედგინა თავისი კარიერა ნუკოვოს და სამინისტროს შავი სიის შემდეგ, მას შესთავაზეს ეს კონტრაქტი, რომელიც ლამაზი სახელით სრულიად ექსკლუზიური წარმომადგენლობის ხელშეკრულება იყო ცნობილი, მაგრამ რომლის შინაარსი იყო სრულიად განსხვავებული. ის აძლევდა გოსკონცერტს სრულ კონტროლს გომიაშვილის პროფესიულ ცხოვრებაზე, აძლევდა უფლებას გადაწყვიტოს სად იმუშავებს, რომელ როლებს მიიღებს, რომელ კონცერტებს მოაწყობს და რა თანხას მიიღებს. ამ კონტრაქტის მე-14 პუნქტი, რომელიც დაწერილია წვრილი შრიფტით ბოლო გვერდზე, იყო ყველაზე საშინელი. მხატვარს ეკრძალება პირადი გადაწყვეტილება პროფესიულ საქმიანობაში. მხატვარს ეკრძალება ოჯახის შექმნა ხელშეკრულების ვადის განმავლობაში გარეთ რუსეთის ტერიტორიისა. მხატვარს ეკრძალება პირადი ქონების შეძენა ხელშეკრულების თანხმობის გარეშე. როდესაც გომიაშვილმა წაიკითხა ეს პუნქტი პირველად, ის იყო გოსკონცერტის მოსკოვის ოფისში, სადაც ის მივიდა იმედით, რომ შეძლებდა აღდგენას თავისი გასტროლების, მას უთხრეს, რომ სამინისტრომ მისცა ნებართვა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ის დაეთანხმება ამ სპეციალურ კონტრაქტს. გომიაშვილმა იკითხა, რატომ უნდა ვეკრძალო ჩემს ოჯახს? რატომ უნდა ვეკრძალო ჩემი პირადი ცხოვრება? რატომ უნდა გავაკონტროლო ჩემი ქონება? გოსკონცერტის წარმომადგენელმა, კაცმა 60-იან წლებში, რომელიც ჰქონდა სახელი იური ივანოვიჩი, უპასუხა მშვიდად, ბატონო გომიაშვილი, ეს არის სტანდარტული პრაქტიკა ყველა მსახიობისთვის, რომლებმაც მიიღეს პრობლემები იდეოლოგიურ საკითხებში.
თქვენ გაქვთ არჩევანი, ან თქვენ ხელს მოაწერთ ამ კონტრაქტს და აგრძელებთ მუშაობას, ან თქვენ უარს იტყვით და დარჩებით თბილისში მცირე როლებით თეატრში, სადაც არავინ გნახავთ. ეს იყო ულტიმატუმი, არა როგორც შეთავაზება, არამედ როგორც დიქტატი. გომიაშვილმა ითხოვა დრო დასაფიქრებლად ის დაბრუნდა სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობდა მოსკოვში იმ კვირის განმავლობაში და ჩაკეტა თავს ოთახში. ის წაიკითხა კონტრაქტს ხელახლა და ყოველი წაკითხვისას ის გრძნობდა, როგორ იხუნძებოდა მისი გული, როგორ იკეცებოდა მისი სუნთქვა, როგორ ქრებოდა მისი იმედი. ამ კონტრაქტის შინაარსი იყო მარტივი, ის მოითხოვდა, რომ გომიაშვილი გახდეს არა დამოუკიდებელი ხელოვანი, არამედ კონტროლირებადი ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობს, როდესაც სისტემა ეუბნება, მუშაობს, სადაც სისტემა ეუბნება და იღებს, როგორც სისტემა ეუბნება. ის კონტრაქტი მოითხოვდა, რომ გომიაშვილმა უარი თქვა თავის პირად ცხოვრებაზე, ის ვერ შეძლებდა ოჯახის გაზრდას გარეთ თბილისის, ის ვერ შეძლებდა ბინის შეძენას უცხო ქალაქში, ის ვერ შეძლებდა ყიდვას იმპორტული ნივთების თავისუფლებით მოსკოვის პერიოზგებიდან. ეს იყო საბოლოო კონტროლი, არა მხოლოდ მის პროფესიაზე, არამედ მის სულზე. გომიაშვილმა იცვა სასტუმროს საწოლზე და იფიქრა ლიანაზე, თავის ცოლზე, რომელიც ელოდა მას თბილისში და რომელიც იმედოვნებდა, რომ ის დაბრუნდებოდა ახალი კონტრაქტით, ახალი როლებით, ახალი იმედით. ის იფიქრა თავის ორ შვილზე, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი მამა იყო ვარსკვლავი, რომლებიც ამბობდნენ თავიანთ მეგობრებს, ჩემი მამა არის ოსტაპ ბენდერი, ჩემი მამა მუშაობს მოსკოვში. ის იფიქრა თავის ოცნებაზე, რომ ის ერთ დღეს შეძლებდა შეძენას სახლის საქართველოს მთებში, სადაც ის დააწერდა საკუთარ სცენარს, სადაც ის დაიწყებდა საკუთარ რეჟისურას, სადაც ის იქნებოდა თავისუფალი. მაგრამ ეს კონტრაქტი აბათილებდა ყველაფერს, ის ხდებოდა არა ოცნების მფლობელი, არამედ სისტემის მონა. ის ხდებოდა არა შემოქმედი, არამედ შემსრულებელი. ის ხდებოდა არა ადამიანი, არამედ საქონელი. მაგრამ გომიაშვილს არ ჰქონდა არჩევანი, რადგან უარი ნიშნავდა, რომ ის კარგავდა ყველაფერს, არა მხოლოდ გასტროლებს, არამედ იმ პატარა როლებსაც, რომლებსაც ის აკეთებდა თეატრში თბილისში. უარი ნიშნავდა, რომ ის კარგავდა იმ პატარა შემოსავალს, რომელიც ისღებულობდა კინოსტუდიაზე. უარი ნიშნავდა, რომ ის გახდებოდა სრულიად უხილავი, არა როგორც დისიდენტი, არამედ როგორც დავიწყებული ადამიანი, რომელიც ერთ დროს იყო ვარსკვლავი. გომიაშვილმა გადაწყვიტა, ის ხელს მოაწერს კონტრაქტს. არა იმიტომ, რომ ის ეთანხმება მის პირობებს, არამედ იმიტომ, რომ ის არ გააჩნია სხვა გზა გადარჩენისთვის. მან დაბრუნდა გოს კონცერტის ოფისში მეორე დღეს და თქვა, მე ხელს მოვაწერ. იური ივანოვიჩმა გამოიღო კონტრაქტი, გაუშვა იგი გვერდ-გვერდზე და ბოლოს მითითა ხელმოწერის ადგილზე. გომიაშვილმა აიღო კალამი და მოაწერა ხელი, არა როგორც თანხმობა, არამედ როგორც სასჯელის ხელმოწერა საკუთარ სამაროზე. რატომ დათანხმდა გომიაშვილი ასეთ კონტრაქტზე, რომელიც თითქმის ნიშნავდა მის პირად გაუქმებას? რადგან საბჭოთა სისტემაში არ არსებობდა ალტერნატივა, თუ შენ იყავი ვარსკვლავი, შენ ხედავდი მხოლოდ ორ გზას, ან შენ იყავი მორჩილი და გააგრძელებდი მუშაობას სისტემის პირობებით, ან შენ იყავი გამბედავი და გააუქმებდი თავს კარიერულად. გომიაშვილი არ იყო დისიდენტი, არ იყო პოლიტიკური აქტივისტი, არ იყო ადამიანი, რომელიც მზად იყო დაკარგვასა ყველაფრისთვის იდეის გამო. ის იყო მხოლოდ ხელოვანი, რომელიც სურდა მუშაობა, რომელიც სურდა შექმნა, რომელიც სურდა იყოს სცენაზე. და სისტემამ იცოდა, ეს სისტემა იცოდა, რომ გომიაშვილი არასოდეს არ უარს იტყოდა, რადგან ის იყო დამოკიდებული თავის ხელოვნებაზე, დამოკიდებული თავის აუდიტორიაზე, დამოკიდებული იმ გრძნობაზე, რომელიც მას ჰქონდა სცენაზე, როდესაც ხალხი აპლოდისმენტებდა. სისტემამ გამოიყენა ეს დამოკიდებულება და გადააქცია გომიაშვილი კონტროლირებად პროდუქტად, ის შეიძლებოდა იმუშაოს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობებით, რომლებსაც სისტემა აწესებდა. როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს იმ სამყაროში, სადაც თავისუფლება არის მხოლოდ ილუზია და რეალობა არის მონობა ხელმოწერის ქვეშ? თბილისის საპატრიარქოს წმინდა სამების ტაძარში, რომელიც 1970-იან წლებში იყო ჯერ კიდევ არაოფიციალური საზოგადოების ადგილი, იყო მღვდელი, რომელსაც ხალხი უწოდებდა მამა გიორგის. ეს იყო ადამიანი 70 წელზე მეტი ასაკისა, რომელიც იყო ეკლესიის მსახური 30 წლის განმავლობაში და რომელიც იცნობდა ათასობით ადამიანის საიდუმლოებებს იმ დროის განმავლობაში, როდესაც ისინი მოდიოდნენ აღსარებისთვის. მამა გიორგი არ იყო ოფიციალური ფიგურა, საბჭოთა სისტემა აკონტროლებდა ეკლესიას მკაცრად და მღვდლებს მოეთხოვებოდათ თანამშრომლობა სახელმწიფოსთან, მაგრამ მამა გიორგი იყო ერთ-ერთი ის იშვიათი ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა საკუთარი ღირსება და არ გახდა კოლაბორანტი. მას სჯეროდა, რომ აღსარება იყო წმინდა სივრცე, სადაც ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, სადაც არავინ არ უნდა შეეშინდეს სიმართლის.
1970 წელს საშობაოს წინა კვირაში მამა გიორგის ტაძარში შემოვიდა არჩილ გომიაშვილი, არა როგორც ვარსკვლავი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც ეძებდა ნუგეშს, რომელიც ეძებდა პასუხს, რომელიც ეძებდა იმედს. მამა გიორგი მარიცნო ის პირველად, რადგან გომიაშვილი შემოვიდა საღამოს, როდესაც ტაძარი იყო ნახევრად ცარიელი, როდესაც სანთლების ნათელი იყო მხოლოდი განათება. მაგრამ როდესაც გომიაშვილი მივიდა აღსარების კუთხეში და დაჯდა, მამა გიორგიმ ნახა მისი სახე და ამოიცნო, ეს იყო ოსტაპ ბენდერი, ეს იყო ლეგენდა, ეს იყო კუმირი. მაგრამ ეს სახე იყო განსხვავებული, არა როგორც ვარსკვლავის სახე, არამედ როგორც ტანჯული ადამიანის სახე. მამა გიორგიმ თქვა, შვილო, რატომ მოხვედი აქ? რა გაწუხებს? გომიაშვილმა დაიწყო ლაპარაკი და მამა გიორგიმ მოისმინა, არა როგორც მღვდელი, არამედ როგორც ადამიანი. გომიაშვილმა უთხრა ყველაფერი, როგორ მოხდა ვნუკოვო, როგორ მოხდა ღალატი პეტროვიჩის მიერ, როგორ მოხდა კაციტაძის რეკომენდაცია, როგორ მოხდა დავითის გამოძალვა, როგორ მოხდა კონტრაქტის ხელმოწერა. ის უთხრა, რომ მან დაკარგა ყველაფერი, ფული, მეგობრები, თავისუფლება, იმედი. ის უთხრა, რომ მას აღარ სჯერა არაფერში, არც პატიოსნებაში, არც მეგობრობაში, არც სისტემაში, არც საკუთარ თავში. ის უთხრა, რომ ის გრძნობს თავს როგორც ოსტაპ ბენდერი ოქროს ხბოდა, როგორც ადამიანი, რომელმაც იპოვა მილიონი, მაგრამ დაკარგა ყველაფერი საზღვარზე, როდესაც ცდილობდა გაქცევას. ის უთხრა, რომ ის ვერ გაიგებს რატომ უნდა ყოფილიყო ის, რომელმაც მუშაობა პატიოსნად, რომელმაც შექმნა ხელოვნება, რომელმაც აღაფრთოვანა მილიონები, უეცრად აღმოჩენილიყო სისტემის მსხვერპლი. მამა გიორგიმ მოისმინა ყველაფერი დუმილში და როდესაც გომიაშვილმა დაასრულა, მან თქვა, შვილო, შენ ეძებ პასუხს კითხვაზე, რატომ მოხდა ეს შენთან? მაგრამ ეს კითხვა არის არასწორი. სწორი კითხვა არის, როგორ შენ გააგრძელებ შემდეგ. გომიაშვილმა შეხედა მღვდელს გაკვირვებით და თქვა, მე აღარ ვიცი როგორ გავაგრძელო. მე აღარ მაქვს იმედი. მამა გიორგიმ უპასუხა, იმედი არ არის ის, რაც შენ იპოვი გარეთ, იმედი არის ის, რაც შენ ქმნი შიგნით. შენ დაკარგე ფული, დაკარგე მეგობრები, დაკარგე თავისუფლება. მაგრამ შენ ვერ დაკარგავ საკუთარ სულს, თუ შენ არ გადასცემ მას სისტემას. შენ ხელს მოაწერ კონტრაქტს, მაგრამ შენ არ ხელს მოაწერ საკუთარ სიკვდილს. შენ მუშაობ სისტემის პირობებით, მაგრამ შენ ინახავ საკუთარ სულს თავისთვის. ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისთვის, არა როგორც ვარსკვლავი, არამედ როგორც ადამიანი. გომიაშვილმა იფიქრა ამ სიტყვებზე გრძელი დროის განმავლობაში და როდესაც ის ტოვებდა ტაძარს, ის გრძნობდა რაღაც, რაც არ იყო იმედი, მაგრამ რაც იყო მისი მცირე ჩანასახი, მიღება. ის მიიღო რეალობას, რომ ის იყო სისტემის მონა, რომ ის იყო დამარცხებული, რომ ის იყო ღალატის მსხვერპლი. მაგრამ ის ასევე მიიღო, რომ ის იყო ცოცხალი, რომ ის ჯერ კიდევ შეეძლო მუშაობა, რომ ის ჯერ კიდევ შეეძლო ხელოვნების შექმნა. მამა გიორგის სიტყვები იყო არა ნუგეში, არამედ გადარჩენის ინსტრუქცია, შენ ინახავ სულს, როდესაც სხეული მოქმედებს, როგორც სისტემა მოითხოვს. შენ ინახავ რწმენას, როდესაც რეალობა აჩვენებს უსამართლობას. შენ ინახავ იმედს, როდესაც გარშემო არის მხოლოდ სიბნელე. მაგრამ ეს მიღება არ იყო მშვიდობა, ეს იყო მხოლოდ გზა ცხოვრებისთვის იმ სამყაროში, სადაც ყოველდღიური ტანჯვა იყო ნორმა. გომიაშვილი დაბრუნდა სახლში და დაინახა თავისი ოჯახი, ლიანა, რომელიც ელოდა მას კითხვებით, შვილები, რომლებმაც აღარ იცოდნენ, რატომ არ მოდის მათი მამა სახლში გაღიმებით. ის უთხრა მათ, ჩვენ გავაგრძელებთ. არა იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად არის, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ სამყაროში, სადაც სისტემა არის ყველაფერი და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მის შიგნით, მაგრამ ვეცადოთ არ დავკარგოთ საკუთარი თავი. ლიანამ შეხედა მას და იცოდა, ეს არ იყო გამარჯვება, ეს იყო მხოლოდ გადარჩენის მცდელობა. როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს იმ სამყაროში, სადაც ყოველი დღე არის ომი საკუთარ თავთან, სადაც ყოველი ღამე არის ბრძოლა საკუთარი სულისთვის, სადაც ყოველი გამოღვიძება არის მცდელობა, რომ არ დამარცხდეს საბოლოოდ. 1970 წლის შემდეგ, როდესაც არჩილ გომიაშვილმა ხელი მოაწერა იმ კონტრაქტს, რომელმაც გადააქცია ის კონტროლირებად ინსტრუმენტად, თბილისის ხელოვანთა წრეებში დაიწყო ჩურჩული, არა ღიად, არა საჯაროდ, არამედ ფარულად, ჩუმად, როგორც ყოველთვის ხდებოდა საბჭოთა სისტემაში, როდესაც ადამიანები ეშინოდათ ხმამაღალი ლაპარაკისა. ამ ჩურჩულის ცენტრში იყო ინფორმაცია, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, რომ არსებობდა პატარა ჯგუფი, მხოლოდ 5 ადამიანი, რომლებმაც იცოდნენ გომიაშვილის ყველა საიდუმლოება, რომლებმაც აკონტროლებდნენ მის ბედს, რომლებმაც გადაწყვიტეს თუ როდის და როგორ მოხდებოდა მისი საბოლოო დამარცხება. ეს 5 ადამიანი არ იყვნენ უფროსი ოფიციალები, არ იყვნენ კბ-სკენერლები, არ იყვნენ პარტიის სეკრეტარები, ისინი იყვნენ მისი ყოველდღიური გარემოცვის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ მასთან ყოველ დღეს, რომლებსაც ის ენდობოდა, რომლებსაც ის უყვებოდა საკუთარ შიშებს და ტკივილებს.
ვინ იყვნენ ისინი? რატომ არჩიეს ისინი გომიაშვილის განადგურება როგორც თავიანთი მიზანი? რა იყო მათი საერთო ინტერესი, რომელმაც გააერთიანა ისინი ამ საშინელ შეთქმულებაში? პირველი იყო სერგო კაციტაძე, კულტურის სამინისტროს მოადგილე ადამიანი, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი საქმე გომიაშვილის შავ სიაში ჩართვით, მაგრამ რომელსაც სჭირდებოდა მეტი, ის სურდა არა მხოლოდ გომიაშვილის პროფესიული დაბლოკვა, არამედ მისი სრული გაქრობა კულტურული სცენიდან, რადგან გომიაშვილის არსებობა თავად იყო შეხსენება კაციტაძის საკუთარი მარცხისა. მეორე იყო დავით ქართველიშვილი, კინოსტუდიის ადმინისტრატიული დირექტორი, ადამიანი, რომელმაც უკვე მოიპარა გომიაშვილის ფულები და რომელსაც სჭირდებოდა გომიაშვილის დუმილი, რადგან თუ გომიაშვილი ოდესმე გაბედავდა საჯარო აღიარებას ამ ქურდობის შესახებ, დავითი კარგავდა ყველაფერს, თანამდებობას, რეპუტაციას, თავისუფლებას. მესამე იყო იური ივანოვიჩი, გოსკონცერტის წარმომადგენელი მოსკოვიდან, ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერინა გომიაშვილს ის კაბალური კონტრაქტი და რომელსაც სჭირდებოდა, რომ გომიაშვილი დარჩენილიყო სუსტი, რადგან მხოლოდ სუსტი ხელოვანი იყო კონტროლირებადი ხელოვანი. მეოთხე იყო ადამიანი, რომლის სახელი არ იყო ცნობილი დიდი ხნის განმავლობაში, ეს იყო გიორგი მელაძე, თბილისის კავშირკომის კულტურის განყოფილების ინსპექტორი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უფლება გადაეწყვიტა ვის მიეცა ნებართვა გასტროლებისთვის და ვის არ მიეცა, ადამიანი, რომელიც იყო ფარული აგენტი კლუბში და რომელიც აწვდიდა ინფორმაციას ყველა ხელოვანზე, რომლებიც აჩვენებდნენ დაუმორჩილებლობის ტენდენციას. მეხუთე იყო ის, ვინც ყველაზე მეტად აშოკებდა, მარინა ხუნციშვილი, გრიმიორი, ქალი, რომელიც იყო გომიაშვილის ერთადერთი ნდობის ადამიანი, მაგრამ რომელიც რეალურად იყო ფარული ინფორმანტი გიორგი მელაძისთვის. ეს ხუთი ადამიანი შეხვდნენ პირველად როგორც ორგანიზებული ჯგუფი 1975 წლის მარტში, არაოფიციალურ შეხვედრაზე, არამედ კერძო ბინაში თბილისის ცენტრში იმავე ბინაში, სადაც გომიაშვილი თავად დადიოდა და ფიქრობდა, რომ იყო უსაფრთხო. ამ შეხვედრაზე, რომელიც გაგრძელდა 3 საათი, მათ განიხილეს ერთი კონკრეტული კითხვა, როგორ უნდა მოეხდინათ გომიაშვილის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა. კაციტაძემ თქვა ღიად, ჩვენ ვერ ვაგრძელებთ სიტუაციას, როდესაც გომიაშვილი არის ცოცხალი ლეგენდა. მისი არსებობა თავად არის კრიტიკა ჩვენი სისტემის მიმართ, ის არის ადამიანი, რომელმაც დაიმარცხა, მაგრამ ის ჯერ კიდევ მუშაობს, ის ჯერ კიდევ არის სცენაზე, ის ჯერ კიდევ არის ხალხის კუმირი. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს. დავითმა დაუმატა, მე ვეთანხმები, მაგრამ ჩვენ ვერ გავაკეთებთ ამას პირდაპირ გზით. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ისე, რომ საზოგადოება ვერ დაგვადანაშაულებს. იური ივანოვიჩმა შესთავაზა, ჩვენ უნდა შევქმნათ სიტუაცია, როდესაც გომიაშვილი თავად დატოვებს ყველაფერს, როდესაც ის თავად გახდება უხილავი. გიორგი მელაძემ თქვა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მისი სისუსტე, მისი დამოკიდებულება ხელოვნებაზე, მისი შიში დამარცხებისა, მისი სურვილი იყოს აღიარებული. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მას, რომ ის აღარ არის აუცილებელი. მარინა ხუნციშვილმა თქვა ჩუმად, მე შემიძლია დავეხმარო თქვენ. მე ვიცი, როდის არის ის ყველაზე დაუცველი, მე ვიცი, როდის არის ის ყველაზე შეშფოთებული. მე შემიძლია მოვაწვდინო ინფორმაცია. ამ ჯგუფის გეგმა იყო მარტივი, მაგრამ სასტიკი, ისინი გადაწყვიტეს, რომ გომიაშვილს თანდათან წაერთმევდათ ყველაფერი, რაც მას აკავშირებდა ხელოვნებასთან, რაც მას აძლევდა იმედს, რაც მას აძლევდა მიზანს ცხოვრებაში. პირველი ნაბიჯი იყო მისი გასტროლების დაბლოკვა, კაციტაძე და მელაძე გამოიყენებდნენ თავიანთ პოზიციებს სამინისტროსა და კავშირკომში, რომ უარი ეთქვათ გომიაშვილის ყველა განაცხადზე გასტროლებისთვის მოსკოვსა და ლენინგრადში, იმ ქალაქებში, სადაც გომიაშვილი იღებდა ყველაზე დიდ შემოსავალს და ყველაზე დიდ აღიარებას. მეორე ნაბიჯი იყო მისი როლების შემცირება, დავითი გამოიყენებდა თავის გავლენას კინოსტუდიაზე, რომ გომიაშვილს აღარ მიეცათ მთავარი როლები, არამედ მხოლოდ მეორე ხარისხოვანი, მცირე როლები, რომლებიც არ იყო ღირებული მისი ნიჭისა. მესამე ნაბიჯი იყო მისი ფინანსური გაჭირვება, იური ივანოვიჩი გამოიყენებდა იმ კონტრაქტს, რომელზეც გომიაშვილმა ხელი მოაწერა, რომ შეეცვალა პირობები და შეემცირებინა მისი ანაზღაურება გასტროლებისთვის ნახევრამდე, მოტივაციით, რომ ბაზარი შეიცვალა და მოთხოვნა შემცირდა. მეოთხე ნაბიჯი იყო მისი ფსიქოლოგიური დაშლა, მარინა ხუნციშვილი იძლეოდა ინფორმაციას მელაძეს გომიაშვილის ყველა პირად საუბარზე, ყველა შიშზე, ყველა სისუსტეზე, რომლებსაც გომიაშვილი უზიარებდა მას როგორც ერთადერთ ნდობის ადამიანს. ამ გეგმის რეალიზაცია დაიწყო 1975 წლის გაზაფხულზე და გაგრძელდა 3 წლის განმავლობაში, ნელა მეთოდურად უბრალმაშად. გომიაშვილი გრძნობდა, როგორ იხუნძებოდა მისი სამყარო, მაგრამ ის ვერ გაიგებდა რატომ და ვის მიერ, რადგან ყველაფერი გამოიყურებოდა როგორც ბიუროკრატიული შემთხვევა, როგორც ეკონომიკური გადაწყვეტილება, როგორც ადმინისტრაციული ცვლილება. როდესაც ის იკითხავდა, რატომ არ იძლევა კავშირკომი ნებართვას მოსკოვის გასტროლისთვის, მას პასუხობდნენ, ბიუჯეტი არ არის საკმარისი.
როდესაც ის იკითხავდა, რატომ არ იძლევა კინოსტუდია მთავარ როლს, მას პასუხობდნენ, რეჟისორმა აირჩია სხვა მსახიობი. როდესაც ის იკითხავდა, რატომ შემცირდა ანაზღაურება, მას პასუხობდნენ, ეს არის ახალი ტარიფების სტანდარტი. გომიაშვილი ცდილობდა ბრძოლას, ის წერდა წერილებს სამინისტროში, ის მოძებნიდა შუამავლებს, ის ლაპარაკობდა პროდიუსერებთან, რეჟისორებთან, ადმინისტრატორებთან. მაგრამ ყველა კარი იყო დახურული, ყველა პასუხი იყო უარყოფითი, ყველა იმედი იყო ცარიელი. რატომ ხდებოდა ყველაფერი მასთან ერთდროულად? რატომ ჰგავდა ეს არა შემთხვევას, არამედ ორგანიზებულ კამპანიას? გომიაშვილი ცდილობდა იპოვოს პასუხი, ის დაიწყო კითხვა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ის ენდობოდა, მაგრამ ყველა უპასუხებდა იმავე სიტყვებით, შენ უბრალოდ ცუდ პერიოდში ხარ, შენ უბრალოდ უნდა დაელოდო, შენ უბრალოდ უნდა იყო მოთმინება. მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ახალგაზრდა მსახიობმა სახელად ლაშა ბუჩუკურმა, რომელიც მუშაობდა იმავე თეატრში და რომელიც პატივს სცემდა გომიაშვილს როგორც მენტორს, გაბედა და უთხრა რაღაც განსხვავებული, ბატონო არჩილ, ჩემი აზრით, ეს არ არის შემთხვევა. ჩემი აზრით, ეს არის რაღაც უფრო ორგანიზებული. მე ვისმენ ჩურჩულებს კულუარებში, მე ვისმენ საუბრებს და ყველა ამბობს, რომ თქვენზე არსებობს გადაწყვეტილება, არა ოფიციალური, არამედ ფარული გადაწყვეტილება, რომ თქვენ აღარ უნდა იყოთ აქტიური. გომიაშვილმა იკითხა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? ლაშამ უპასუხა, ჩემი აზრით, ეს არ არის ერთი ადამიანი, ეს არის ჯგუფი. და ჩემი აზრით, ეს ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენ იცნობთ პირადად. ეს იყო პირველი მინიშნება, რომელმაც გააღვიძა გომიაშვილში ეჩვი, არა როგორც პარანოია, არამედ როგორც ლოგიკური დასკვნა. ის დაიწყო ანალიზი, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ძალაუფლება დაბლოკონ მისი კარიერა. ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ კავშირში ერთმანეთთან? ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მოტივაცია მისი დამარცხებისთვის? ის დაიწყო სიის შედგენა, კაციტაძე, რომელიც აკონტროლებდა სამინისტროს, დავითი, რომელიც აკონტროლებდა კინოსტუდიას, იური ივანოვიჩი, რომელიც აკონტროლებდა გასტროლებს, მელაძე, რომელიც აკონტროლებდა კავშირკომს. 4 ადამიანი, რომელთაგან თითოეული ჰქონდა ძალაუფლება ერთ სფეროში, მაგრამ ერთად ისინი ფარავდნენ მთელ მის პროფესიულ არსებობას. მაგრამ როგორ შეეძლოთ ამ 4-ს კოორდინირება? როგორ იცოდნენ ისინი ერთმანეთის მოქმედებებზე? უნდა ყოფილიყო მეხუთე ადამიანი, რომელიც იყო მათთან კავშირში, ადამიანი, რომელიც აწვდიდა ინფორმაციას. ვინ? ვის ჰქონდა წვდომა გომიაშვილის? ყველა პირადი საუბრისა და ყველა პირადი სიტუაციის. გომიაშვილი იფიქრა და უეცრად მან გაიაზრა, მარინა ხუნციშვილი, რომელსაც ის ანდობდა ყველაფერს, რომელსაც ის უზიარებდა თავის შიშებს, რომელსაც ის უამბობდა თავის გეგმებს. როგორ შეეძლო ქალს, რომელიც იყო მისი გრიმიორი 20 წლის განმავლობაში, რომელიც სტიროდა მის ტკივილზე, რომელიც პირდებოდა ერთგულებას, როგორ შეეძლო ის ყოფილიყო ღალატი? გომიაშვილმა გადაწყვიტა შეამოწმოს, ის უთხრა მარინას 1970 წლის ივნისში, როდესაც ის მუშაობდა თეატრში ერთ სპექტაკლზე, რომ მას ჰქონდა სერიოზული საიდუმლოება, რომ ის გეგმავდა წასვლას თბილისიდან რამდენიმე თვით, რომ ის მიდიოდა სოფელში, სადაც მას ჰქონდა ძველი სახლი, რომ ის იქ დაწერდა საკუთარ მემუარებს, სადაც ის ყველაფერს დაწერდა, ნუკოვოს, ღალატებს, შავსიებს, სისტემის კორუფციას. ეს იყო ტყუილი, გომიაშვილს არ ჰქონდა გეგმა წასვლისა, არ ჰქონდა სახლი სოფელში, არ ჰქონდა მემუარების დაწერის განზრახვა. მაგრამ ის თქვა ეს მარინას იმ იმედით, რომ თუ ის რეალურად იყო ინფორმანტი, ეს ინფორმაცია მიაღწევდა იმ 5 ადამიანს და ისინი რეაგირებდნენ. გომიაშვილმა დაელოდა 2 კვირას, არაფერი მოხდა. მაგრამ მესამე კვირაში უეცრად გომიაშვილს დაურეკეს კავშირკომიდან და უთხრეს, რომ მას უნდა მისულიყო სასტრაფო შეხვედრაზე საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც ის მივიდა, მას დახვდა გიორგი მელაძე, რომელსაც მანამდე არასოდეს ჰქონია პირადი შეხვედრა გომიაშვილთან. მელაძემ თქვა პირდაპირ, ბატონო გომიაშვილი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ გეგმავთ რაღაც, რაც შეიძლება იყოს საზიანო თქვენი კარიერისთვის. ჩვენ გირჩევთ, რომ თქვენ არ გააკეთოთ ნაჩქარევი ნაბიჯები. გომიაშვილმა შეიძინა დადასტურება, მელაძემ იცოდა. ეს ნიშნავდა, რომ მარინამ გადასცა ინფორმაცია. გომიაშვილმა იკითხა, როგორ იცით თქვენ ჩემი გეგმების შესახებ? მელაძემ გაიგიმა და უპასუხა, ჩვენ ყოველთვის ვიცით, ბატონო გომიაშვილი. ეს არის ჩვენი სამუშაო. გომიაშვილი დატოვა კავშირკომი და გაიაზრა საბოლოო სიმართლე, ის იყო გარემოცული ღალატით, ის იყო გარემოცული ჯაშუშებით, ის იყო გარემოცული მტრებით, რომლებიც იყვნენ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც მეგობრები, როგორც კოლეგები, როგორც ნდობის ადამიანები.
როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს იმ სამყაროში, სადაც თითოეული ადამიანი შეიძლება იყოს შპიონი, სადაც თითოეული საუბარი შეიძლება იყოს ჩაწერილი, სადაც თითოეული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს კონტროლირებული. 1970 წლის დეკემბერში საშობაოს წინაკვირაში არჩილ გომიაშვილმა მიიღო წერილი, არაოფიციალური წერილი, არამედ ხელით დაწერილი კერძო წერილი, რომელიც მოვიდა თბილისის ფოსტით მის სახლის მისამართზე ვაკეში. წერილი არ იყო ხელმოწერილი, არ ჰქონდა გამომგზავნის სახელი, მაგრამ ის იყო დაწერილი ქართულ ენაზე უხეში ხელწერით, რომელშიც იყო აშკარა შეცდომები და რომელიც გამოიყურებოდა როგორც ადამიანის წერილი, რომელიც არ იყო განათლებული, მაგრამ რომელიც იცოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. წერილის ტექსტი იყო მოკლე: ბატონო არჩილ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უბედურება იმუშაოს თქვენი მტრების გვერდით. მე ვიცი ყველაფერი იმის შესახებ, რაც მოხდა თქვენთან. მე ვიცი, ვინ იყო ის 5 ადამიანი, რომლებმაც გადაწყვიტეს თქვენი განადგურება. მე ვიცი, როგორ მოხდა ეს. თუ თქვენ გსურთ შეხვედრა ჩემთან, მოდით 1970 წლის დეკემბრის 25-ს, საღამოს 8 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ძველ კინოთეატრ აპოლოს შესასვლელთან. მე მოვალ ნაცრისფერ პალტოში და შავ ქუდში. გომიაშვილმა წაიკითხა ეს წერილი და გრძნობდა როგორ ცემდა მისი გული. ეს იყო პირველი შანსი, რომ იპოვოს რეალური პასუხები, რომ გაიგოს ვინ იყო მთავარი ადამიანები მის დამარცხებაში, რომ შეიტყოს როგორ მოხდა ყველაფერი. იმ კვირაში, დეკემბრის 25-მდე გომიაშვილი ვერ ეძინა. ის ფიქრობდა, ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, რა შეიძლება იცოდა მან, რატომ გადაწყვიტა მან ახლა ლაპარაკი. ის ასევე ფიქრობდა, თუ არ იყო ეს ხაფანგი, თუ ეს იყო კიდევ ერთი პროვოკაცია იმ 5 ადამიანის მიერ, რომ შეამოწმონ გომიაშვილი, რომ დაინახონ თუ რას მოიმოქმედებდა. მაგრამ გომიაშვილმა გადაწყვიტა რისკის აღება. ის მივიდა დეკემბრის 25-ს საღამოს რუსთაველის გამზირზე, ძველ კინოთეატრ აპოლოს შესასვლელთან. ის იდგა იქ ცივ ქარში, თოვლის მცირე ფიფქებით და ელოდა. 8 საათზე მოვიდა ადამიანი, მართლაც ნაცრისფერ პალტოში და შავ ქუდში. ადამიანი დაახლოებით 60 წელზე მეტი ასაკისა, ადამიანი, რომლის სახე იყო დაფარული ქუდით და შარფით. ის მიუახლოვდა გომიაშვილს და თქვა ჩუმად: ბატონო არჩილ, მე ვარ პავლე. მე ვმუშაობდი კავშირკომში როგორც დამლაგებელი 30 წლის განმავლობაში. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც აწმენდა ოფისებს, რომელიც ვიყავი უხილავი. მაგრამ მე ვხედავდი ყველაფერს და ვისმენდი ყველაფერს. პავლემ უთხრა გომიაშვილს ყველაფერი, როგორ ის ერთ საღამოს 1975 წლის მარტში იწმენდა იმ ბინას, სადაც შეიკრიბნენ ის 5 ადამიანი: კაციტაძე, დავითი, იური ივანოვიჩი, მელაძე და მარინა ხუნციშვილი. ის იყო მეორე ოთახში, იწმენდა იატაკს, მაგრამ ისინი არ იცოდნენ, რომ ის იქ იყო, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ბინა იყო ცარიელი გარდა იმ ოთახისა, სადაც ისინი იჯდნენ. პავლემ ჩაწერა ყველაფერი, არა როგორც აგენტმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელსაც სურდა ნახოს სიმართლე, რომელსაც სურდა იცოდეს რა ხდებოდა კულუარებში, რომელსაც სურდა ერთ დღეს ეთქვა ვინმე. ის ისმენდა, როგორ ისინი გეგმავდნენ გომიაშვილის განადგურებას, როგორ ყოფდნენ ისინი როლებს, როგორ კოორდინირებდნენ ისინი მოქმედებებს, როგორ ყოფდნენ ისინი ინფორმაციას. პავლემ გამოიღო ქაღალდი. ეს იყო მისი ხელით დაწერილი ჩანაწერები, რომლებიც დაწერილი იყო იმ საღამოს, რომლებშიც იყო ყველა დეტალი, ვის რა თქვა, ვინ რა მოითხოვა, ვინ რა დაპირდა. გომიაშვილმა წაიკითხა ეს ჩანაწერები და გრძნობდა, როგორ იყინებოდა მისი სისხლი. ეს იყო არა ვარაუდი, არამედ დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ის 5 ადამიანი რეალურად იყვნენ ის, ვინც მას გაანადგურა. გომიაშვილმა იკითხა, რატომ მითხარი ეს ახლა? რატომ არ უთხარი ეს სხვა სადრე? პავლემ უპასუხა, რადგან მე ვეშინოდა. მე ვიყავი უბრალოდ დამლაგებელი, მე არ ვიყავი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალაუფლება. თუ მე ვიტყოდი რაიმეს, მაშინ მე დავკარგავდი ყველაფერს, ჩემს სამსახურს, ჩემს პენსიას, ჩემს უსაფრთხოებას. მაგრამ ახლა მე ვარ პენსიაზე, მე ვარ თავისუფალი, მე ვარ ძველი და მე აღარა მაქვს რაიმე რაც დავკარგო. ამიტომ მე მოვედი თქვენთან. მე მინდა, რომ თქვენ იცოდეთ სიმართლე. მე მინდა, რომ თქვენ იცოდეთ, ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც გაანადგურეს თქვენ. გომიაშვილმა ჰკითხა, რა შემიძლია გავაკეთო ამ ინფორმაციით? როგორ შემიძლია დავასაბუთო ეს? პავლემ უპასუხა, თქვენ ვერაფერს გააკეთებთ იურიდიულად, რადგან სისტემა დაიცავს მათ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ერთი რამ, იცხოვროთ. იცხოვროთ და იცოდეთ, რომ თქვენ ხართ პატიოსანი და ისინი არიან ღალატები. იცხოვროთ და იცოდეთ, რომ თქვენი დამარცხება არ არის თქვენი სისუსტე, არამედ მათი სისტემის სისტემატური სისასტიკე. იცხოვროთ და იცოდეთ, რომ ისტორია თქვენს გვერდზე იქნება, არა მათ გვერდზე. გომიაშვილი დაბრუნდა სახლში იმ საღამოს და დაჯდა ლიანასთან ერთად სამზარეულოში.
ის უთხრა ყველაფერი, როგორ ის შეხვდა პავლეს, რა უთხრა მან, ვინ იყვნენ ის 5 ადამიანი. ლიანა მისმინა და ტიროდა, არა იმიტომ რომ ეს იყო ახალი ინფორმაცია, არამედ იმიტომ რომ ეს იყო დასტური იმისა, რაც მათ უკვე იცოდნენ თავიანთ გულში, რომ ისინი იყვნენ სისტემის მსხვერპლები, რომ ისინი იყვნენ გარემოცული მტრებით, რომ ისინი არ ჰქონდათ გზა გამოსწორებისა. გომიაშვილმა თქვა ლიანა, ახლა მე ვიცი ვინ არიან ისინი. ახლა მე ვიცი რა მოხდა. მაგრამ მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. მე არ შემიძლია დავასაბუთო ეს, მე არ შემიძლია შევიმდევ მათ, მე არ შემიძლია შევცვალო რაიმე. ლიანამ უპასუხა, არჩილ, შენ უნდა გააკეთო ის, რაც პავლემ გითხრა, იცხოვრო. იცხოვრო როგორც პატიოსანი ადამიანი, იცხოვრო როგორც მამა, იცხოვრო როგორც ხელოვანი. იცხოვრო და იცოდე, რომ შენ არ ხარ დამარცხებული, შენ ხარ გადარჩენილი. იცხოვრო და იცოდე, რომ შენი ცხოვრება თავად არის პასუხი მათი ღალატისთვის. მაგრამ ეს ცოდნა იყო არა ნუგეში, არამედ თვირთი იმისა, რომ იცოდე ვინ იყო შენი მტერი და ვერაფერი გააკეთო მის მიმართ, თვირთი იმისა, რომ ხედვა ამ ადამიანების ყოველდღიურად ქუჩაში, თეატრში, კინოსტუდიაში და იცოდე, რომ ისინი იყვნენ ის, ვინც გაანადგურა შენი ცხოვრება. გომიაშვილმა დაიწყო ცხოვრება ამ ცოდნით, ის მუშაობდა იმ მცირე როლებში, რომლებსაც მას აძლევდნენ, ის მუშაობდა იმ მცირე კონცერტებში, რომლებზეც მას აშვებდნენ, ის მუშაობდა იმ პირობებში, რომლებსაც სისტემა აწესებდა. მაგრამ ის არასოდეს არ დაივიწყა, ის არასოდეს არ დაივიწყა სახელებს, ის არასოდეს არ დაივიწყა რა მოხდა, ის არასოდეს არ დაივიწყა ვინ იყო პასუხისმგებელი. როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს იმ სამყაროში, სადაც იცის სიმართლე, მაგრამ არ შეგიძლია თქვა მას ხმამაღლა? როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს იმ სამყაროში, სადაც იცი ვინ გაანადგურა შენი ოცნებები, მაგრამ უნდა იმოქმედო ისე, თითქოს არაფერი არ მოხდა? 1994 წლის გაზაფხულზე, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაიშალა და საქართველო იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, თბილისში გაიხსნა პატარა გამოფენა სახელწოდებით საბჭოთა კინოს დაკარგული ვარსკვლავები. ეს იყო გამოფენა, სადაც იყო ფოტოები, დოკუმენტები, პირადი ნივთები იმ მსახიობებისა და რეჟისორების, რომლებიც იყვნენ ცნობილები საბჭოთა პერიოდში და რომლებიც ახლა იყვნენ დავიწყებულები ან გარდაცვლილები. ამ გამოფენაზე იყო ნაწილი, რომელიც ეძღვნებოდა არჩილ გომიაშვილს, იქ იყო მისი კოსტიუმები 32 სკამიდან, მისი ფოტოები გასტროლებიდან, მისი ხელით დაწერილი წერილები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ერთი დოკუმენტი, ეს იყო ის ხელით დაწერილი ჩანაწერები პავლესგან, რომლებიც გომიაშვილს მიეცა 1970 წელს. გომიაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა გასაჯაროება ამ დოკუმენტის, რადგან ახლა, როდესაც სისტემა აღარ არსებობდა, როდესაც ის 5 ადამიანი ან გარდაცვლილები იყვნენ ან პენსიაზე, როდესაც გომიაშვილი თავად უკვე აღარ იყო ცოცხალი, იყო შესაძლებელი თქმა სიმართლისა. ამ გამოფენაზე მოვიდა ათასობით ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ გომიაშვილს როგორც ლეგენდას, რომლებიც უყურებდნენ მის ფილმებს, რომლებიც დადიოდნენ მის კონცერტებზე. ისინი კითხულობდნენ იმ დოკუმენტებს და რეაგირებდნენ განსხვავებულად, ზოგიერთი ტიროდა, ზოგიერთი რისხოვდა, ზოგიერთი დუმდა. მაგრამ ყველა იგებდა ერთ რამეს, რომ გომიაშვილი არ იყო მარტო დამარცხებული, ის იყო სისტემატურად განადგურებული ადამიანების მიერ, რომლებიც იყვნენ მის ნდობის წრეში. გამოფენის დამფუძნებელმა, ახალგაზრდა ისტორიკოსმა ნინო ღვინჯილიამ, გააკეთა სპეციალური პრეზენტაცია, სადაც ის უთხრა საზოგადოებას, არჩილ გომიაშვილის ისტორია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია, ეს არის მთელი თაობის ტრაგედია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ საბჭოთა სისტემა იყენებდა ადამიანებს არა როგორც შემოქმედებით პიროვნებებს, არამედ როგორც კონტროლირებად ინსტრუმენტებს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ მეგობრები ხდებოდნენ მტრები, როგორ ნდობა ხდებოდა ღალატი, როგორ ოცნება ხდებოდა კოშმარი. მაგრამ რა მოხდა იმ 5 ადამიანთან, რომლებმაც განაადგურეს გომიაშვილი? სერგო კაციტაძე გარდაიცვალა 1991 წელს, ის გარდაიცვალა თავის ბინაში თბილისში, მარტო დავიწყებული ყოველგვარი აღიარების გარეშე. მისი სარიტუალო ზარზე მოვიდა მხოლოდ 30 ადამიანი, ძირითადად ბიუროკრატები, რომლებიც თავად იყვნენ პენსიაზე და რომლებიც იყვნენ იძულებულები დასწრებოდნენ ოფიციალურად. არავინ არ ახსენა მისი წვლილი კულტურაში, არავინ არ ახსენა მისი მემკვიდრეობა. დავით ქართველიშვილი გარდაიცვალა 1995 წელს, ის გარდაიცვალა გულის შეტევით, როდესაც ცდილობდა გაქცევას რუსეთში იმ ფულებით, რომლებიც მან მოიპარა არა მხოლოდ გომიაშვილისგან, არამედ კინოსტუდიის ბიუჯეტიდან. მისი საქმე გახდა სკანდალი, მაგრამ ის არასოდეს არ დასრულდა სასამართლოთი, რადგან ის გარდაიცვალა გამოძიების დროს. იური ივანოვიჩი დაბრუნდა რუსეთში 1990 წელს და ცხოვრობდა მოსკოვში როგორც პენსიონერი, მას არავინ არ ახსენებდა, მას არავინ არ უყურებდა, მას არავინ არ აინტერესებდა.
გიორგი მელაძე გახდა თბილისის ერთ-ერთი უბნის მთავრობის მცირე ოფიციალი დამოუკიდებელ საქართველოში. ის მუშაობდა იქ 1992 წლამდე, როდესაც მან გადადგა საკუთარი ნებით და გაიქცა ქვეყნიდან რაღაც უცნობ მიზეზით. მარინა ხუნციშვილი კი იყო ყველაზე საინტერესო შემთხვევა. ის გააგრძელა მუშაობა როგორც გრიმიორი თბილისის თეატრებში 1994 წლამდე, როდესაც ერთ საღამოს, გამოფენის გახსნის შემდეგ, სადაც გასაჯაროვდა მისი როლი გომიაშვილის დამარცხებაში. ის დაკარგა, ის არ დაბრუნდა სახლში, ის არ მივიდა სამსახურში, ის არ შეხვდა არავის. მისი ნათესავები აცხადებდნენ, რომ ის წავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ არავინ არ იცოდა სად და რატომ. ეს იყო ის, რაც დარჩა იმ 5 ადამიანისგან, არაფერი. ისინი გაქრნენ როგორც ჩრდილები, როგორც ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება მუშაობდნენ ფარულად და რომლებმაც დატოვეს მხოლოდ კვალი ღალატისა, კვალი სისასტიკისა, კვალი კორუფციისა. მაგრამ გომიაშვილი მიუხედავად ყველაფრისა დარჩა როგორც ლეგენდა, არა იმიტომ, რომ ის იყო წარმატებული, არამედ იმიტომ, რომ ის იყო პატიოსანი, იმიტომ, რომ ის იყო ხელოვანი, რომელიც უყვარდა თავის საქმეს უფრო ვიდრე სისტემას, რომელიც ეძებდა სიმართლეს უფრო ვიდრე კომფორტს, რომელიც ცხოვრობდა როგორც ადამიანი, არა როგორც კოლაბორანტი. დღეს, როდესაც ვნახავთ 32 სკამს, როდესაც ვიხსენებთ ოსტაპ ბენდერს, ჩვენ არა მხოლოდ ვიხსენებთ როლს, ჩვენ ვიხსენებთ ადამიანს, რომელმაც გაიმეორა თავისი პერსონაჟის ბედი, ადამიანს, რომელმაც მოიპოვა წარმატება და დაკარგა ყველაფერი, ადამიანს, რომელმაც იბრძოდა სისტემის წინააღმდეგ და დამარცხდა. მაგრამ ეს დამარცხება არ იყო საბოლოო, რადგან გომიაშვილის ცხოვრება თავად გახდა პასუხი იმ კითხვაზე, რომელსაც ის ეძებდა, შეიძლება თუ არა ადამიანმა დარჩეს პატიოსანი სისტემაში, რომელიც მოითხოვს ღალატს. პასუხი არის დიახ, შეიძლება, მაგრამ ეს ღირს ყველაფერი. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ არჩილ გომიაშვილზე? იყო თუ არა ის მსხვერპლი საბჭოთა სისტემისა, თუ თავად იყო პასუხისმგებელი თავის ბედზე? იცნობდით თუ არა თქვენ მას პირადად, თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში? გახსოვთ თუ არა მისი როლები, მისი სიმღერები, მისი სახე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გვინდა ვიცოდეთ რა ფიქრობთ ამ ისტორიაზე. მოგწონთ თუ არა ასეთი სიმართლე? დააჭირეთ ლაიქს თუ თქვენს გჯეროდათ, რომ სამართლიანობა ყოველთვის უნდა იყოს ღია და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ იხილოთ მეტი ისტორია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც იბრძოლეს სისტემის წინააღმდეგ და დარჩნენ როგორც ლეგენდები.